იქნება კი. კარგი იქნება. ჩანს ეს ლენა სურათი? სლაიდი ჩანს? PDF ჩანს? კარგი. ეხლა თუ ჩანს. ჯერ კიდევ ჩანს. კარგი. ხო, გადადის, ხო გადმოდის. კი. კარგი. კარგი, მოკლედ აქ არის საუბარი ძალიან მცირე ინფორმაციით, ბევრი ინფორმაციის წამოღება შეგვიძლია, ხო? აი ძალიან მცირე ინფორმაციით, ხო? მოდი ახლა გადავიდეთ კონვოლუციის და ფულინგის ცნებაზე უკვე. მოდი ახლა ეს რამდენიმე ტიპის ფილტრი გავიარეთ, ხო? ერთი, მეორე, ხო, რაღაც სხვადასხვა ტიპის ფილტრებია, თქვენ თვითონ ზუსტად ჰორიზონტალს და ვერტიკალს ერთად მოვაკლოთ. მოდი ახლა იცი რა ვქნათ? მანქანის სწავლებაში გასვათეთ, თორის დასწავლოთ, ის დასწავლოთ ის დასმაც შეუძლია კომპიუტერს ის პოუნაც შეუძლია პარამეტრებს, სხვა პარამეტრებს ვაპოვოთ. სტატისტიკის პარამეტრებს და მოდი რაღაც ფილტრები გავავსოთ. ეს ფილტრები თვითონ იყოს. ეს რიცხვები ხო ხელი ერთშაბათზე თვითონ ვაპოვოთ მანქანას. ვაპოვნინოთ იმისთვის, რომ ჩვენ ბოლო პასუხზე ვიპასუხოს არის ამ სურათზე დავით თუ კადრ. ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია დავჭირდა, ხო, ამდენივე ფილტრი რომ გადავატანოთ, ხო, და ეს მე გავართხელოთ, რა ეს სურათი შეიძლება კლასიფიკატორმა გითხრას. მე ზედრო კლასიფიკატორი დაგწნა, შეიძლება გითხრას მაგალითად. არის სახე თუ არ არის სახე. სულ ელემენტარული რაღაცა მოცანა ამოგიხსნას. მოდი ეს ფილტრები შეიძლება მაგალითად აქიდან გააკეთოს დასკვნა და ამ შტრიხების მიხედვით მიხვდეს, რომ აქ არის რაღაც რთული კონსტრუქცია და კაზარი, ხო? ეს რო გააკეთო, ხო, ეს იქნება რაღაც ვექტორი, რომელიც ძალიან მეჩხერი იქნება, ხო, რაღაც წერტილებში იქნება. და სადღაც ინტენსივობა ვექტორის ისეთ ადგილებში იქნება, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით იქნება რაღაც რთული კონსტრუქცია, რთული შტრიხი, ხო? ხო და ერთი ეს ავიღოთ, მეორე ეს ავიღოთ, რაღაც მესამე კიდე რაღაც ავიღოთ, ხო? აი ეს სობელი ვერტიკალური, სობელი ჰორიზონტალური, მაგას ჰორიზონტალური აპლასიანი ავიღოთ, რამდენიმე ფილტრი ავიღოთ, მაგალითად და ეს მე ინდივიდუალურად შევყავ და მივცეთ. კლასიფიკატორს და იქნება მომიწოს. კიდე არსებობს სხვადასხვა მეთოდები, ხო, რაღაც მიმართული მეთოდი და ამის მიზეზი პროგრამირებული კლასიფიკატორის გახსნა, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია მაგალითად სახარ გამოუყენებია, მაგრამ მოდი რა ვქნათ, იცი, აი ეს ზუსტად ჩვენაც გავიარეთ კონვოლუცია. აი ესენი ვასწავლოთ. ეს ფილტრები ჩავდოთ ნეირონულ ქსელში, ჩვენი მანქანის სწავლების მოდელში და თვითონ დასვა შიგნით პარამეტრები. ეხლა ვიღაცა იკითხავს, რომ გავიარეთ თქვათ ლოგისტიკური რეგრესია, ხო გავიარეთ ციფრული რეგრესია, გავიარეთ რაც მოდელი ხო კიდე თქვათ ვექტორული მანქანები. ალგორითმები ვიცი ახლა. ფილტრები როგორ ვასწავლო? რომელ მათემატიკურ სტრუქტურაში ჩავსვა ფილტრი? ხო? პატარა მატრიცები ისწავლე დიდი მატრიცით, როგორ ვიხარ სულაც, ხო? იმას მოდელს, ხო? ეს ცოტა კარგად გავიაზროთ, მოდი ერთი მეორე იმას. ამ ფილტრებს წონებად ვიყენებთ თუ კი, ამ ფილტრების პარამეტრებს ვიყენებთ წონებად. მოდი ახლა ერთ-ერთი ჩემი ძველი სადღაც ლექციები მქონდა და იქ მაქვს რაღაც სურათები, ხო? აი მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ნეირონული ქსელი. ეს ჩვეულებრივი ნეირონული ქსელი უბრალოდ რაღაცები, უბრალოდ ყველასთან კავშირში არ არის, რაღაცები წაშა. დავადებული რაღაც წონები და სულ წაშლილია, ხო? ანუ მე ვაიძულე ჩემ ნეირონულ ქსელს რაღაც შეზღუდვა დავუდე, რომ ესენი იყოს ნული და აქ რაც იქნება მნიშვნელობა იყოს იგივე მნიშვნელობა აქ, იგივე მნიშვნელობა აქ, იგივე მნიშვნელობა აქ. ხო შეიძლება? ანუ ეს ჩვეულებრივი ნეირონული ქსელი გამოვიდა, უბრალოდ რაღაც დამატებით შეზღუდვა დავადე ესე. ეს არის ოღონდ ედგაზომილებიანი ფილტრი. ფილტრია, ხო? ფილტრია ზუსტად ისე მოძრაობს, გამოძრავება ეს არის ზუსტად. ერთი იგივე წონა, ნახეთ, რამდენჯერმე მეორე, მაგრამ ეს ვითელი. ფილტრია მოძრაობს და ვეუბნები, რომ და თან რაშობა ეს ფილტრი რომ მოძრაობს. მეორდება წონა და თან რაღაცა მაგალითად ნაბიჯი გაუგზავნა, ხო მოძრაობის დროს. წინაზე რომ გავატარეთ ესე ფილტრი, ხო, მატრიცაზე ეს არ ჩანს იქით. კარგად გამოჩნდება ეს მოდი, ამიტომ ნაბიჯი სხვა იმაში გავატაროთ. მეცადე. აი მაგალითად, აქ მოდიოდა აქიდან მე ხო ესე უნდა წამოსულიყო, ხო? პატარა ნაწილი. შემდეგ იმაზე უნდა წამოსულიყო. ავდე იქით და მაგალითად 2-ით გადმოვიდა აქით. ან 3-ით გადმოვიდა აქით. მაშინ ამდენი იქნება, მაგალითად 2-ით რო წამოვიდეს, აქ რამდენი გაზომილებიან მატრიცას მივიღებ. აქიდან მე აქ 2-2-ზე მივიღებთ, კი.
ანუ აქ ხო იყო, შემდეგ უკვე იქნებოდა ბოლო. ანუ აი პირდაპირ ესე ვუქნა. აქ, მერე აქ. ორი-ორზე მატრიცა იქნება, ხუთჯერ შეიძლება. იგივე იქნება ეს, იგივე ყველასთან იქნება, ხო კავშირი, ოღონდ ისე რომ ეს და ამის თქონები გამეუღდეს. ხო? მაგრამ გოდიშ ყველასთან და ამის და აი ეს რო ამას უნდა დაკავშირებოდა უკვე, ამიდან გამოვალ ამას უნდა დაკავშირებოდა, ესენ გამოდის. შეგიძლიათ გონებაში ცდილობთ რომ დაინახოთ როგორ არის ეს. არის რაღაც პროგრესი თუ ვერხებოდ ერთ სიდროვანში. Კარგი ვებსაიტი არის ამის ვიზუალურად ასახსნელად CNN-ს დაინახია და ვიზუალურად აჩვენებს ეს კერნელოვან მოძრაობს საერთოდ. აი კიდევ შემიძლია მაგალითად ეგეთი ზუსტად აქ ეგეთი CNN Explorer-იდან აქ ამოღებული, აი მაგალითად ესე. როგორ დადის და აწყობს ბევრიდან ერთს. ან ეს როგორ მოძრაობს და სინამდვილეში ეს ნეირონული ქსელი მეტი აი ჩვეულებრივი ნეირონული ქსელია ხო? ამის გაწვნა შემიძლია. აი კიდევ ერთი მაგალითი. აი აქ უკვე ბიჯი ცოტა არა ერთიანი ბიჯი აქ რამხელაა ბიჯი. ორგან ერთი მაქვს ბიჯი. აი აქ უკვე 3 ცალი ფილტრი შემიძლია დავდო ერთმანეთზე, წარმოიდგინო უფრო ბევრი კავშირი მაქვს. ან ჩემი ვექტორი უბრალოდ ერთმანეთზე გადავაბა და გავსაზღვრო კავშირების საუბარი. გავიბერო იგივე ვექტორი და გავსაზღვრო კავშირების საუბარი. შეძლებს 3 ცალი ფილტრი. რადგან თუ 3 ცალი შემიძლია 30 შემიძლია. ან 64 შემიძლია, 128 შემიძლია, 1024 შემიძლია. ხო უფრო მეტი ინფორმაციას ამოიღებს მიზნობრივი ფუნქციის მიხედვით გრადიენტული დაშვებისას ეს ამოიღებს უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას, ხო ეცდება რომ დაინახოს ისე დასვას ეს ტონები გრადიენტი, ხო ისე გაასწოროს ეს გრადიენტი, ხო? რაც შეიძლება კარგი პასუხი მივიღო, კარგ პლატოზე დავიდეს, ხო? ლოკალურ ექსპერიმენტზე გასვლის ალბათობა ნაკლებია ფიზიკაში. მაგილა წერტილის კარგ პლატოზე გაგვორდება. აი ეს მინდა რომ მოხდეს. და ეს რომ მოხდება, ხო აქ ნახეთ რა ქნა სურათი თვითონ პატარა, მაგრამ ნოლები შემოაკრა. რომ რაღაც ამით შემიძლია მანიპულება გავუკეთო და რა ზომაც მინდა იმ ხელა ფილტრი დავსვა აქ. რაც იქ დავამატო აქ. სარი ნოლები დავამატეთ აქ. ის ნოლები აი აქ ნოს მომიგებს. მოდი არ მოგეთავს ნოს შუაში. ინპუტში ჩარჩოდი ნოლები რატო დავამატეთ? ზომა მინდა გავზარდო სურათი. მაგალითად მე მინდა გამომავალი სურათი რა ვქნა ახლა გადაცდება მაგალითად ესე რომ წამოვიდეს ნახეთ 3-3-ზე. ეს ამხელაა ჩემი ხომას პროსტა გაზდის თუ არა აუთლაიერებს დავუმატებს. არა დავუმატებს. აუთლაიერებს რა ნერგა. ანუ აუთლაიერებს კი არა. უბრალოდ თეთრი. ნუ არის ეგეთი ვერსია მაგალითად აქ საზღვარზე რო არის რაღაცეები შეიძლება მოსწრომეთ უარყოფა იყოს. შეიძლება. ვერ დავდებ მაგაზე თავს. იმიტომ საზღვარზე და თავად თუ შეიძლება გადავარ. ვერ დაგიდგინე თუ ეგრე იმუშავებს, მაგრამ ეს რო დაინახოთ მაგრამ მოიწოს. აი რო დაინახოთ რამდენია ესა? 2 ბიჯი. აი ხო უყურეთ ეს 3-ია და 5-იანია ეს მატრიცა. და 2 ბიჯი ვერ იმას იზავდა. მაგათ 2 ბიჯი თუ მინდა, აქ 1-ია ბიჯი. 2 გრამის არა. 2 გრამი კი? 2-ია, კი. ყველგან 2 აქვს და სხვა 2-2-ზე. ანუ 2 ბიჯით მივდივარ, ხო, რაღაც ინფორმაცია ვკარგავ და ეს რო არ მივამატო, მაშინ რაღაც გადავწყვეტები რა ვქნა ეს საწავი. რაღაც უნდა შეგიძლიათ. დანარჩენი მე ესენი არ გაითვალისწინოთ, ზუსტად არ გათვალისწინება აი ნოლების ისმატება, ხო? არ გაითვალისწინებს ნოლის გამოფხვის. იდეას მაგხობ პროვინციის სურათსაც. ხო, კორუფცია შეიძლება იყოს აქ ხარ სულ ყველანი მატრიცებზე. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს სინამდვილეში რო იყოს ერთი ფილტრი. და ერთი სურათი, ეს ხო ერთი სურათია თქვა, 1 2 3 RGB, ხო? და დავადო ერთი სალი ფილტრი. ეს ფილტრი უკვე იქნება 3-3-ზე და კიდე სიღრმეში 3-ზე. სინამდვილეში ესეთ რაღაცას გააკეთებს. ოღონდ წარმოიდგინეთ რომ ეს და ეს მე ერთად იკრიბებოდეს, მოცადეთ კიდე მაგ ის სურათი და გაჩვენე. აი ესეთი ფილტრია, ცოტა სიღრმეა, ოღონდ სიღრმეში რაც არის მე იმ ყველაფერს მაინც ერთ წერტილში კრიბავს. სიღრმეს ცალკე არ აკეთებს. მიხდით რას ვამბობ?
იგი ჯამოს სიღრმეს არ ითვალისწინებს ჯამოს სად მიდიხარ რომ მიდიხარ გაჩერდა შეიძლება აი სიღრმეს ერთ წეთში ანუ აკეთებს კონვენციას ზოგადად რაც გამოიყენება ნეირონცებში თუმცა არის სიცივი კონვენციები და არის კიდე რაღაცა აქვია მაგას მობილებში შემოიყენება ხოლმე კონვენციები რაღაც ნაწილად არის რა ამ სიღრმეზე კი არის რომ შეგვაქვს გრუპს თუ რაღაც ხო არის ვიცი რასაც ამბობ პროცესს სახელი არ მოუწევ ხო მაგრამ ნუ მოდი ესე ვთქვა კლასიკურად რაც არის კონვენციის ელემენტი ხალხსაც შევისწავლეთ მე ერთი გამონაკლისის გარდა შეიძლება ვახსენოთ სიღრმეზე რაც არის იმას ყველაფერს კრიბავს რა რამდენიც არის შემოვალი სიღრმე და სიღრმე მე ვახავ თუ ბევრი შეიძლება იყოს ანუ მესამე განზომილება სიმაღლე ამ შეცვლა სიღრმეზიგანი კი არის სიმაღლე აი ეს ხო ეს შეიძლება მე ბევრი იყოს ამაზეც ვილაპარაკებთ რამდენიც შეიძლება ეს ბევრი იყოს რამდენიც არის იმ ხელარი თითოეული ფილტრის სიმაღლეც რა იმ სიღრმეზე ჩადის თითოეული ფილტრი და ყველაფერს კრიბავს ერთ ცენტრში თავარი აქ მარტო სიგრძეზე სიგანი ფილტრებზე უცალ ლაპარაკობთ სიგრძეს და სიგანეს მივდით ბიბლიოთეკაში სამწუხაროდ იმ ხელას სიღრმეს გააკეთებს 1913-ს აქ თუ ზეითად ეგრეკეთებს აი ხო ეხლა წარმოიდგინეთ რომ ესეთი ფილტრი მე ბევრი შემიძლია გავატარო ესეთი ფილტრი ერთმანეთს გააკეთე შეგოთ ვიტყვი ბევრი სხვადასხვა ფილტრი ბევრი სხვადასხვა კონკრეტულ რაღაცაზე დაფოკუსირდება ერთი დაფოკუსირდება ვერტიკალურ შტრიხებზე მეორე ჰორიზონტალურ შტრიხებზე მესამე დაფოკუსირდება თქვათ იქ ფერების ინტენსივობაზე ფერზე უამრავ რაღაცაზე დაფოკუსირდება რომელიც მე წინასწარ არ ვიცი მე ვსწავლობ მაგას ამის ცალკე თემი მიმართულება არსებობს რომელიც მოდელის ინტერპრეტირებას აკეთებს ინტერპრეტაბილიტია მაგმართულებას და მაგმართულებას შეგეთეთ მეც კი მუშაობ იმდენად საინტერესო და ამოუცნობი და ესეთი რაღაც გამოსახულები მწვანე რა ხდება შეგიძლია რა სწავლობს და ჯერიოვანო ჰიპოთეზაა იმიტომ კი არა რომ მათემატიკურად ძალიან მარტივი ფუნქციებია ვიცით რა ფუნქციებია ყველაფერი ვიცით მათემატიკურად ვიცით ყველაფერი თვისებები გრადიენტულ დაშვების დროს საწავლო არ ვიცით და არ ვიცით კიდე სტატისტიკურად ეს ჩვენი მონაცემები როგორ არის განაწილებული ხო ეს არის კომპლექსურია ეს მოდელები ამ კომპლექსურ განაწილებაში მიხდე რაღაცა ძალიან ძლიერი ხო გამოცნობა წინასწარ ძალიან ძლიერი მაგრამ რა მინდოდა ახლა ესეთი ფილტრი რომ მე გავაკეთო ბევრი პასუხები ხო იქნება მატრიცები თითოეული ფილტრი აბრუნებს მატრიცას ხო თითოეული ფილტრი შეესაბამება რაღაც მატრიცას აი ესე გადაიღებს გააკეთებს მატრიცას ხო ეგეთი მაგ 10 ცალი ფილტრი ეს 10 ცალი მატრიცა მე შემიძლია ესე დავალაგო და უკვე მექნება შემდეგი ტენზორი რომელსაც სიღრმე იქნება 10 ასე გელია 10 აღიარება სამარხიანი ფოტოშოპს ხო სამარხიანი ფოტოშოპს სათავიანი რაღაცა გამოდის ფოტო სურათი რაც კიდევ დავხმით აი მოდი ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ აქ მაქვს ეგეთი მაგის სურათი აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის ხო წარმოიდგინეთ არის თავიდან შესული მონაცემის სურათის მე კონვოლუციურმა ფილტრებმა გაიარეს და გააკეთე დააზარდეს შემდეგ პულინგზე ვილაპარაკებთ შემდეგ კიდევ გააკეთა კონვოლუციურმა შემდეგმა ფილტრებმა მე კიდე პულინგმა მე აი ფაქტ რამდენ როგორ გაიზარდა ხედავთ სიღრმე ნუ სიგრძე და სიგანი შევიწროვდა მაგრამ სიღრმე არხების რაოდენობა ასე ვთქვათ გაიზარდა ჩვენი ტენზორის მესამე განზომილება მაგალითი დაუბრუნდეთ და კიდე ერთი მარტივი კიდე ერთი რაღაცაზე ვილაპარაკოთ თავში წავედი ახლა მე ვილაპარაკოთ ეგეთ რაღაცაზე რასაც ქვია პულინგი ქართულად როგორ ამოქარჩვა ამოხება ამორჩება ამორჩევა გამორჩევა ანუ გამორჩევა გავაკეთოთ ეხლა თუ ქვია მას პულინგი განსხვავებით კონვენციისგან პულინგის შემთხვევაში ზუსტად ისე გადის რაღაც მატრიცა რაღაც უმის მატრიცა ორი მატრიცას არ აქვს ეს არანაირი პარამეტრი ის არ სწავლობს არაფერს არც ხელი თუ მითითებთ არაფერს უბრალოდ ზომას ვაძლევთ მატრიცის და ვარჩევთ მაგალითად მაქსიმუმს ამაში ან საშუალოს ამაში რას ვაძლევთ მაქსიმუმ ვაძლევთ ყველაზე ინტენსიური ფიქრას ხო ну საშუალო ვაძლევთ საშუალო თუ და მაღალი რაღაც თუ ძალიან დაბალი და მაღალია აი საშუალო რაღაცებს გააფუჭებს ხო ეს დაბალი რაღაცებს გააფუჭებს მაგრამ რაღაც შემთხვევაში საშუალო აგრეგირებული ინფორმაციას გვაძლევს
ძალიან პატარა მიდამოზე. პატარა მიდამოზე ხო მთელი სურათი როგორ გავასაშრობო ერთ პიქსელს მივიღებ და ან მაქსიმუმი ავიღო, პროცენტულობა რომ აქ მაქსიმუმი არის 250. ანუ 258. აი ეს არის ჩემს სურათში მაქსიმუმი. მე გააფრინს არ მეუბნება, მაგრამ როდესაც უკვე პატარა ფილტრებზე დავალ და პატარ-პატარა ნაწილებში თუ ამოვიღებთ მაქსიმუმს, მაქსიმუმი ჩვენ სურათზე თუ გადავატაროთ, ნახავთ რომ ამ სურათში თუ რაღაც ნაწილები გამყვეთდება, ხო? რაღაც კონკრეტული ინფორმაცია გავკარგეთ, მაგრამ აგრეგირებული ინფორმაციით ან მაქსიმალური ინფორმაციის ამორჩევით, ხო? ჩემთვის უკვე ეს ინფორმაცია საკმარისია, როგორც ამოვიცანით, ბევრი რაღაცა ამოცნობა გააკეთოს. არ მარტო ამოცნობა სეგმენტაცია შეიძლება გააკეთოს. ერთ-ერთი ასეთი არის პულინგი. მართალია ახლა ეს პულინგი ესე ინტენსიურად და ხშირად აღარ გამოიყენება, თვითონ არქიტექტურაში რაღაც ადგილებში არის ხოლმე, მაგრამ ესე ინტენსიურად აღარ არის. თუ არის საშუალო პულინგი და არის გლობალური პულინგი. პულინგის ბევრი ვარიანტი არსებობს, ხო? პულინგი განსხვავებით კონვენციიდან ყველა შრეზე, სურათის ანუ სიღრმის ყველა შრეზე, ყველა მატრიცისთვის საცადო. ყველა მატრიცისთვის. ზემოდან პულინგს ვერ გააკეთებს, თელ სიღრმეში რა არის მაქსიმუმ მატრიცის ყველა წელს, ყველა იმ პატარა მონაკვეთში, ყველა პულინგის ფილტრსაც მივთითეთ, რაც იქნება ყველა დღეზე. ანუ გამოჩნდა. და ეხლა ნახოთ რამდენიმე არქიტექტურა, ეს პულინგი, როგორც ერთი შრე შემიძლია გამომატოთ ჩემს ქსელს და გარდა იმისა, რომ ეს ფუნქციის მაქსიმუმს კიდე რაღაცა შეგიძლიათ მიგეთოს იმ ვარიანტს. იმიტომ რომ შეიძლება და იგივე უბრალოდ თქვენ რომ ადამიანი განახტავდეთ, ან თქვენ რომ მაგალითად ყველა დეტალს აკვირდებოდეთ ადამიანის სახის, ხო? მე უკვე გამოვიცვა ეხლა ხო შენ ვეღარ ვიცი. თუ თქვენთვის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ან მე მაგალითად წავიდი გავიმარცხე ვიდეო სახში და ვერ ვიცი რა გამომდის სახში. სხვა ადამიანი ხო? იმიტომ მე ხო ყველა დეტალი თუ ვიცნო რა ის თუ აქ თან ჩაღარა უნდა იყოს. იმიტომ მე თუ რაღაც თმა შევიჭერი, აი ესე რომ ხნა შეიძლება ვეღარ ვიცნოთ, უკვე სხვა ადამიანი გაგვით თმა შევიცვალ. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ რაღაც მნიშვნელოვან დეტალებს, რომ გავაცვლები ადამიანი არ ვინახია რაღაც ხო კასეები შეფეთაზე მიდიხართ მე რაღაც ის უნდა გამოცდით მაგას და შეცვლილი ხდება ხო ის ხალხი ზოგი გასულდა, ზოგი გახდა, ზოგი ვარჯიში დაიწყო ფორმაშია ხო, ზოგი ვარჯიშობდა და ეხლა დაუგებებია და აღარ ფორმაში. ზოგი ის რაღაც თამაშობით ხდება ზოგს იქით აპოვიდა, გადაინერგა, წერი მოუშვა, ხო? და ეს ხალხი შეხვდებით და მაინც ვცნობ ხო რა კარგია 20 წელია მე ახლა 10 წელია მე ახლა გადაიხილე როგორ ახლა რაღაცა და ხო მაშინ სახელმწიფოს როგორ აწერია თუ ხართ კი ნამდვილად. იმ წაწესად თუ ეცნობდი ეგრენაირად თუ არა, ზუსტად ისე როგორც მასწავლე. როგორც კი ახლა მე სხვანაირად გავწევ რაღაც ასოს, ნუ ერთადერთი ექიმებია რომელიც რამდენი წელია ისწავლა ექიმის ხელს ვერ გაარჩევ ხო? არის საერთოდ შემთხვევაში რომ ვარჩევთ ხო? რამდენად როდესაც ადამიანი მაინც ვარჩევთ თუ იმით. როგორ ვაკეთებთ მაგას? იმიტომ რომ იმახსოვრეთ რაღაც მნიშვნელოვანად როგორ ამოვიცანით თქვენ რომ არაფერი არ იყოს. სულაც არაფერი არ იყო. რამდენიმე თეთრი კონტური იყო და ამოვიცანით უამრავი რაღაცა ნუ გარდა ავტობუსისა და ყვავილებისა. თავი რაც იყო სულაც ამოვიცანით ხო რა შეიძლება. ნახნა. რეკორდინგი იმის ხო? როგორ უნდა ამოვიცნოთ? როგორ და ჩვენ იმახსოვრეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას სახეში მაგალითად ხო თვალებში. რაღაც კი პოინტებს ვიმახსოვრეთ, რაღაც აი კონკრეტულ წესილებს, კონკრეტულ ინფორმაციას, კონკრეტულ კონტურებს ტრიხებს, რომელიც ჩვენთვის საკმარისია, რომ ეს ამ ადამიანის არამარტო ადამიანის სახე ამოვიცნოთ, არამედ იდენტიფიცირება გავაკეთოთ. უფრო მეც კეთვით, სახეთ ვერ გაიგებდით ჩემი სახე არ გაქვს. თუ მარტო იმ ხალხის სახე გეუბნებოდ, იცით რომ ეს არის სახე. სხვა სახე განზოგადებას იცით ვაკეთებთ. რომ სწავლობ, დასწავლის დროს რას ვაკეთებით, ხო ამ რეგულარიზაციაში არ შევიდეთ. იქ რაღაც ინფორმაციას კარგავთ, ხო? რომ განზოგადება შემძლე. ეს მინდოდა მეთქვა. ამიტომაც პულინგის შემთხვევაში რაღაც ინვარიანტულობას ვაკეთებ. ცოტა ინვარიანტული ხდება, ხო? თუ რაღაც დიდ იმაზე იყოს სურათი, ცოტა რაღაცა პატარა მოგრუნების მიმართ, რაღაც შტრიხების მიმართ ინვარიანტული ხდება, ამორჩე მარტო მაქსიმუმი. ამიტომ დასწავლის პროცესში მე ცოტა კიდე ინვარიანტული გავხდეთ ჩემი ამოცნობა. ცოტა უფრო განზოგადების თემი მარტო გავხდეთ. უკვე ფოკუსირდება, მაგრამ ისიც არ მინდა რომელიღაც წერტილზე დაფოკუსირდეს. რომელიღაც წერტილზე დაფოკუსირება, იცით რას ნიშნავს? აი ხა მე ზუსტად რომ ამოდი რომ გავხსენდე რომელი ბატარეიაა და ხო ეთოში გამეორე ეს დურასელი ხო ამით გავარჩიე თქო მე რო ვთქვი. ეგ და აღებდოთ რომ ეთანტებს გადაგშევსვას. ეგ არის ისეთი შემთხვევა რომ ხა წარმოგიდგენთ ყველა თქვენ მონაწილეს სადაც ძალიან აკი აქვს watermark-ი დაგებული. watermark-ი ნიშანი უადებს ხოლმე ხო რომ რაღაც კომპანიის სპეციალურად დადებს ამ სურათს.
რაღაც ნიშანს, იმას მოთამაკი ტექსტში წარსულს. მაგრამ გლობალურს. ნიშანი თული. ნიშანი შეიძლება დაადო რაღაც მაგალითად ეს არ რაღაც ტრეიდმარკია დოს. არსებობს ეს თემა კაპების და ტანკების ამოცანა, ხო, გითხარით ადრე, ხო, რაღაც ერთი და იგივე ამინჩი იყო გადაღებული კონფლიქტებული ტანკები და მეორე იყო ერთი მზიან ამინჩი ტანკი უნდა მოეცნო, ხო? აი ხო, მაგალითად ტანკის სურათზე თუ არა, რომ ტანკი იყო კონფლიქტში იყო გაკეთებული რა, წეში დამალული იყო და ეკიპირებული იყო, ისე რომ ვერ ამოეცნო და ამოცნობს უნდა ამოეცნო. კარგად ცნობდა საფრთხე მონაცემებზე და სატესტო მონაცემებზე და რეალურ მონაცემებზე ვერ ცნობდა. აღმოჩნდა რომ მზიან ამინჩი ყოფილა ტანკიანი სურათები და ტანკის გარეშე სურათები გადაღებული იყო ხუბლიან აკეთში ტყის. და ამან უბრალოდ ისწავლა ინტენსივობის მიხედვით დარჩა. ანუ დაფოკუსირდა ერთ კონკრეტულ რაღაცაზე. ჩვენ ესეც არ გვინდა. არც ის გვინდა რომ ძალიან ყველა პიქსელზე დაფოკუსირდეს, არც ის გვინდა რომ ძალიან ცოტაზე, აი ერთ კონკრეტულზე დაფოკუსირდეს. გვინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინვარიანტული ნაწილები მოიგოს, რაც ჩვენ ვეუბნება რომ ეს არის სახე, ეს არის ძალიან ცოტა და ინვარიანტული. ოღონდ არა ერთი კონკრეტული, აუცილებლად ერთი. იმიტომ ის შეიძლება მე დაფარო ესე და მაინც სახეა ხო მეც. ახლა ჩვენ ცხოვრების დაფარო ძნელია კიდე. უბედურებია მას პაროცხვის ხო? დაფარო და უნდა მოიცნო. ხო ეს კი ნამდვილად სახეა სხვის გარშე. ეხლა წამოიგე მარტო ცხვირით უცნობდეს სახეს. როგორც კი ადამიანი ესე იზავს, ვეღარ დაინახავს საფრთხე ხო? სიახლეებს ვამია. თუმცა სიახლეა მომენტური რაღაც. მებს უსმენს. ჩიხოხოზე რას ამბობდი? ძალიან ჩიხოხოზე ეს სულში არის. სულ ძალიან მიმოვიდაზე. ხო, არის, მაგრამ ექსოლუშენია თუ არა არის, მაგრამ არის ხო ეს მაფინის და ჩიხოხოზე. ხო, კექსი. ქართულად კექსი ქვია თუ მაფინი. არც ერთი. მაფინი ჩიხო. კექსიც არ არის ქართულის. კექსი არ არის ქართულის. მაგრამ ყველა შემთხვევაში ხო ნამცხვარი და ზაღლი ვერ გაარჩია ეს მაინცგან, იმიტომ რომ დიშმიში ძალიან გავდა ჩიხოხოას თვალებს და წვირს. ეგ ახლა სხვა ამბავია. ეგ ზუსტად ის არის, რომ განზოგადდა და მე უკვე კიშმიშიანი უკვე ეგ ხო ბაიასის ანუ გადახრის და გადახრა არის საფრთხელი მონაცემიდან არ გადაიხაროს და ვარიანტი ეს დისპერსია ხო? არ მოხდეს დისპერსია, განშტოება არ იყო ძალიან შორი, ძალიან დიდი ბევრ სატესტო შერჩევას რო გავაკეთებ ერთზე, მეორე და მესამეზე, როგორც უნდა ყოფილიყო პასუხი ის გასცეს. ანუ თუ იქ ძალიან ბევრი გააკეთა ვარიაცია, ეს ნიშნავს, რომ უკვე ბაიასი პატარა, რომ გადახრა სწორი პასუხიდან პატარა საფრთხე მონაცემზე, მაგრამ იქ ძალიან ვარირებს. ეს ცუდია. ზუსტად მაგის ამბავია, იმას კარგი ვარიანსი, დაბალი ვარიანსი ექნებოდა, მაგრამ უკვე ბაიასი აქვს, ხო? ვერ ამოისმინე ნამჩხარზე, მაფინზე. კარგი, არატო დაბჯექი. კარგი, ეხლა ნახოთ რამდენიმე არქიტექტურა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჩვენი საშენი ბლოკი. არის CNN-ი, არის ეს ზუსტად კონვოლუციური პროცესი CNN-ია, კონვოლუციური ფილტრები, თან ბევრი შემიძლია გამოვიყენო და არის ეს პული ფილტრები, ანუ ამორჩევის ფილტრები. და შემიძლია ესენი ახლა მე საშენ ბლოკად გამოვიყენო და ამით ამათ კომბინაციით ბევრი სხვა არქიტექტურა შევადგინო ქსელის. მაგალითად ლენეთ 5. იან ლეკუნის ქსელია, იყო ხელნაწერი ჩვეულის ამოცნობისთვის, ხო? თვითონ კონვოლუცია შეიძლება როგორც ნეიროლოგიის როგორც მოიხდა მათემატიკական მოცემ, როგორც ფუკუშიმას აქვს გაკეთებული იაპონელი კომპიუტერული მეცნიერი იყო ესეთი, ოღონდ გაწუხნა არ აქვს ფუკუშიმას. შემოთავაზებული აქვს როგორც კონცეფცია ნეირონულ ქსელში კონვოლუციური შედეგი. და მერე უკვე ლეკუნმა მოარგო გრადიენტული დაშვება, უფრო მეტიც უკუგავრცელება კონვოლუციურ ქსელებს. და გაწუხნა პირველი კონვოლუციური ქსელები. ტურინგის პრემიის ლაურეატია იან ლეკუნი, არის ეს ფიზიკის დირექტორია თუ სწორად მახსოვს. აი ეს არის რამდენიმე უყურეთ შევიდა რამდენიმე კონვოლუციური ფილტრმა უკვე რამდენიმე შლიანი ახალი მონაცემი მიიღო შემდეგ უკვე ამის კონვოლუციური ფილტრის მე ეგრეთ წოდებული პულინგის ფილტრია ამორჩევის ფილტრია შემდეგ კიდევ კონვოლუციური შემდეგ ამორჩევის და შემდეგ უკვე ჩვეულებრივი კლასიფიკატორი შრიათ თავზე დადებულია ყველასთან შრეა ჩვეულებრივი აფხილებს ამ ბოლო მონაცემს და გადაყოს კლასიფიკატორში მე მგონი ლენეთ 5-ში უკვე აი ახლა უკვე შემიძლია კიდევ როგორი ამორჩევა გავაკეთო იცით და აქ შეზღუდული ვიყავი რაღაც ზონაზე 4-ი ეხლა გავაკეთო ისეთი რომ რაც მე შემოვა ყველა ფილტრის თითოეულ შრეში ყველგან გააკეთოს მაგალითად საშუალო სამორჩევა მაშინ ეს რა გადაიქცევა ყველა შრეში ანუ ყველა მატრიცაში საშუალო ამორჩევს
ხოლმე ვექტორი, ვექტორი კრაი. სფერო. ხო, ნუ კარგია, ნუ განზომილება დაუგზეთ და კაია, ხო. თქვენ ახლა ზუსტად ეგ გააკეთეთ, ხო, რომ მას პარალელურს და ერთი განზომილება დაუგზეთ მოკლეში. ხო, ეგ ვექტორში განავა. ანუ მე ვექტორზე მე შეიძლება უკვე ვექტორი შეუშვათ ჩვეულებრივ ნეირონულ ან რომელიმე შეიძლება ლოგისტიკურად ეს შეუშვათ და რაღაც კლასიფიკაცია გავაკეთოთ. ამ ვექტორში უკვე ბევრი ინფორმაცია მაქვს მოგებული. ნუ ეს არის ალექსნეტის არქიტექტურა. ამ არქიტექტურაზე ვატარებთ ახალი პიროვნებები და თავის დროზე ცეცოები პროცესს არ ჩაღრმავებული ამბიცი. რაღაც ექსპერიმენტებმა კარგად ჩატარებული ინტერპრეტაცია შეგვამენახში ხდებოდა ინტერპრეტირება გამიკეთდა. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ალექსნეტის ალექს ფრიშერსკი არის ამ ქსელის ავტორი, ჯოფრი ჰინტონთან ერთად აქვს საერთო სტატია და 2012-ში ალბათ მოიგო იმიჯნეტი. რამაც გამოიწვია კომპიუტერულ ვიჟნში ან სახელმწიფოში თლიანად უკვე გადასვლა ხმადასწავლის ნეირონულ ქსელებზე. მე მგონი მაშინ მოხდა რებრენდინგი, შეიძლება ვიტყვი, როგორ გამიზნოთ ამიტომ. მე მგონი მაშინ მოხდა რებრენდინგი მაშინ neural network-დან artificial neural network-ი ხელოვნური ნეირონული ქსელი და ხმადასწავლის ნეირონული ქსელი, ხმოვანი ნეირონული ქსელი. deep learning-ი დაარქვეს და არა deep neural networks. ცნებას თვითონ deep learning-ი დაარქვეს, ქსელების neural network-ი დაარქვეს და ეს რებრენდინგი. როგორც ახლა AI დაერქვა. აკავისალები და გადავიდეთ. ეს იყო ძალიან კარგი არქიტექტურა, რამაც არ მოუგია იმიჯნეტი, მაგრამ ეს იყო VGG არქიტექტურა, ეს იყო კონვოლუციური ფილტრი 64 ცალი, შემდეგ იყო 128, შემდეგ იყო 256, შემდეგ იყო 512, ტელევიზიები არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ დადიოდა 224-ზე, მე 112-ზე, როგორც ხედავთ, 517-28-ზე, მე 14-14-ზე, მე 7-7-ზე, მე 7-7 მაშინ არაკეთებდნენ ამ ფულს, ეხლა რაც ვილაპარაკეთ, რომ ყველა შრე გლობალური ამორჩევა ქვია მაგას, რომ მე ყველა შრეზე 512-ზე თითოეულ შრეზე, თითოეულ მატრიცაზე საშუალო არის. ანუ ამ მაქსიმუმი, ზოგჯერ შეიძლება საშუალოსაც იღებენ მაქსიმუმს და ამათ ამ ორ ვექტორს კონკატენაციას უკეთებენ. ანუ აქეთ საშუალოებია ამოღებული რაღაც ვექტორი ხომ მიიღეს ერთი ველორი, თქვათ ესე. ყოველ ამ რეგატოთ. და ამას მიაბა მე აქედან მაქსიმუმი. ერთი ველორი, ასე შემდეგ u2. აი ესეთი ვექტორი და ერთი დიდი ვექტორი მიიღო. ანუ 512 და 512-დან 1024 ვექტორი. ესეც აკეთებენ. მაშინ არა, მაშინ უბრალოდ აფრთხილებდნენ და მიიღებენ 4096 განზომილებიან ვექტორს და მე გადაყავდათ ეს ერთი შრით 1000 მე რა ბოლოს აკეთებენ 1000 კლასიფიკაციას, აქ ახდება არ ამახსოვს. ვერ ვხედავ აქ სურათს. ეს იყო მე მგონი 2014-ის გამარჯვებული იმიჯნეტის. ეს არის ინსექში. ეს არის არქიტექტურა. ეს არის თითოეული ბლოკი. აქ ძალიან საინტერესო რაღაცები, აქ არის მაგალითად კონვოლუცია ერთი-ერთზე კერებით. ანუ ერთი ფილტრი რო იყოს, ახლა კონვოლუციური ფილტრები რაც გავიარეთ. უდიში კონვოლუციების. აი ამ ზომა 1-2 იყოს, ერთი-ერთზე იყოს. რა ასე? არა, ერთიანი კი არ იყოს, მაგრამ 5 რო იყოს. 5 ამ მატრიცას მივიღებთ, ხო? რა? რაღაცები გავაკეთეთ, კი ეგ შეიძლება. მაგრამ თქვენ და გავუწყოთ ჩვენ რა ვილაპარაკეთ სიღრმეზე რა შევა კონვოლუცია. არა, ხო, სიღრმეს რა შევა, ამას ერთი ფილტრი დაიყვანს გაფრთხილებს. ის თუ ასე შეავიწროს ამ შეკუმშავს ვექტორს ის ამორჩევას ხო საშუალო კონვოლუციის ერთი ფილტრი ამას გადააქცევს 1 მეტრიცად. იმიტომ რომ კონვოლუციის ფილტრის სიღრმე იგივეა რაც შემოვალი სიღრმე. ამიტომ ერთი-ერთზე არის ზუსტად იმიტომ განზომილება დაწესდა. თუმცა რაღაც ინფორმაცია ეხლა რა შეგვიძლია კომბინაციას აკეთებდნენ სხვადასხვა ზომის კონვოლუციური ფილტრებით და პულინგით ამორჩევი. და ეს თითოეული მე სხვადასხვა ინფორმაციას ეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას იღებდა. თქვენ თუ ეხლა ფილტრზე იღებდა 3-3-ზე იღებდა 3-3 პატარა დეტალებს ჩააკვირდება, ჩაეძიება, ასე ვთქვათ, 5-5-ზე უფრო მეტ დეტალს და 7-7-ზე უფრო მეტ დეტალს გამოტოვებს, ხო? აგრეგაციას გაუქმებს. აგრეგაცია რაც უკეთდება, ხო, შუქი მოდის თქვენთან ერთი ბევრი წყაროა, ხო, ამდენობის. ის აგრეგირების დიაგრეგაცია, რომელიდანაც მოდის უკვე რთულია, ხო? ამიტომ, ხო,
ერთი მაგალითად RGB სურათი რა ვიყოთ, მაგის მაგალითზე ერთი კონვოლუცია რას იწევს რომ მაგალითად. ერთ-ერთი კონვოლუცია გადაიყოს 224, 3-ზე გადაიყოს 224. ანუ გამოაქვს კონცენტრაცია. სიგნეს უკვე დაშვიდავს. სიგნეს ერთი რიცხვი რაც არის კერნელში, ფიქოში. ანუ ეგ რას უკეთებს? ერთი არის. weight-ი 3. ერთი არის 3. 3 სიგნალი ხო? ანუ 3-ვე სამრავლებს და ჯამს. ხო. ეს არის ეგრევე ფიქრობ. ანუ RGB სურათს გადაიყვანს ხო 3 საბადესაც გადაიყვანს 1.5-ს, თუმცა ფილტრი არის სიგრძეზე გამე 1 და სიგრძე 3. თუ ჩემი ფილტრები უკვე ბევრი გადავაგენერია ესეთი და ბევრი კერნელი დავაგენერია შემდეგ დიდი შრემა ხო იქ მაგ რაღაცა 5.520 5.520 თუ გავატარე 5 კონვოლუცია ის გამკეთებს 5-5-ს აქ ბევრი სხვადასხვა ფილტრს ატარებენ და მე ამათ ყველაფერს კონკატინაციას უკეთებენ ანუ შემოვალ მონაწილე ეს არის ერთი ბლოკი აი როგორი ბლოკების გაშენდება ეგეთი ბლოკების ResNet-ი ამაზე ვისაუბრეთ. აქ არის სამშოვანი ერთზონის ტიპ კონექშენები, რეზიდუალური კავშირები. ეს არის ResNet-ი. გრადიენტის მილევადობაში სამომერ კარგი შედეგი აქვს, მაგრამ უფრო მთავარი ის არის, რომ არ კარგავს იდეას, რომ რა შვება ხა. თითოეულ ბლოკში გარდა იმისა, რომ არის რამდენიმე ვიდეო. ესენი ხო გითხრათ, არის ჩემი საშენი მასალა. მოხედოთ, რამდენი რაღაც გაკეთება შემიძლია. ერთი ბლოკია და ესეთი ბევრი ბლოკია. შემიძლია ახლა ეს ქსელები უამრავი არის, ნუ რა თქმა უნდა რაღაც ბიზნესის ვაკეთებთ მაგას და რაღაც ექსპერიმენტით და რაღაც ინტუიციით და რაღაც სამეცნიერო რაღაცას ინტუიციით და რაღაც სამეცნიერო საფუძველზე სამეცნიერო რაღაც მეცნიერო პროექტზე დაყრდნობით რომელიმე სხვა მეზობელი სფეროდან მოსული ინფორმაციის ზოგი მოგევლებს და უნივერსიტეტის პროფესიონალის დამუშავებას და პროცესი ზოგადად ვიჟენი. აქ არის მოსული სხვადასხვა სამეცნიერო დასკვნით ვაწყობ ესეთ არქიტექტურას. ხო, ჰაერიდან მოტანილი არის რაღაცა გამართლება, რაღაც ინტუიცია, ჰიპოთეზური საფუძველი აქვს. მაგალითად, აი აქ ResNet-ში რა შვებია. აქაც უბრალოდ არის რამდენიმე ბლოკი, კონვოლუცია, რაღაც პოლინგი, კონვოლუცია, რაღაც. ხო, და მე ზედან დაშენებული აი ესეთი რაღაცა, ანუ პირდაპირ აი ესეთი ბლოკია. რაღაც ბლოკში გადის, მაგრამ ამ მონაცემს სანამ აქ შევუშვებ, ვაკოპირებ და ბოლოს უგამოვა უბრალოდ უმა. ნუ შეიძლება ესე ითქვას, რომ რაღაც შემთხვევაში ეს უფრო მოახდენს ეს კონვოლუცია გავლენას ჩემ მონაცემზე. ქსელში რაღაც შემთხვევაში რაღაც მონაცემისთვის შეიძლება ამან იმხელა გავლენა არ მოახდენოს და ორიგინალური ინფორმაცია უფრო წავიდეს წინ ქსელში. ეს ისო დააშორს ვიდეო ბევრს ლაპარაკობ ლექციაზე მოვაკვდა. ანუ მასალა ბევრი ინფორმაცია ცდილობ ძალიან ბევრი ინფორმაცია გადმოიცეთ და შეიძლება რა გიჩნდეთ. ძალიან ახალგაზრდა მესმის. მაგრამ ყოველთვის რაღაც ინფორმაციას რო იღებ, გინდა ისთვის მაინც შეიძლება. და შემდეგში შეიძლება ისდე ვერაფერი ვერ გამიგე დავიღალე და წახვიდე და შეიძლება შემდეგში მეორე მესამე თუ მოხდე იგივე ლექციაზე უკვე მე სტუდენტობის დროს არ მე შეიძლება უფრო მეტ ადვილად გამოვიდე. ასე რომ აქვს ყოველთვის აზრი საუბარს. ყოველთვის აქვს აზრი და დავждეთ ვისაუბროთ მივსჯელოთ. მომისმინეთ თუ რაღაც არ გესმით, შემაწყოთ იმედ და ეცადეთ რომ კითხვები დამისვა. არ არის პრობლემა. არ არსებობს პრობლემა სრულებული. ხო, არსებობს შემსრულებელი აქვს. ჩემ გრაფიკს არ არსებობს. თავისუფლად ხარ. მიგიბათ ქართული ხელნაწერი ასოების კლასიფიკაციისთვის ვიყავი ResNet-ის მოდიფიცირებული ვარიანტი ჩემი აზრით. მაგამდე timely VGG უწოდებდა VGG-ის ალტერნატივა. და მანდ მქონდა exploding gradients და ზოგჯერ vanishing gradient პრობლემა და ResNet-მა მართლა აკრობს პრობლემას და მოდიფიცირებული. ანუ ყოფილა მაინც არა და არ არის vanishing gradient-ისთვის, ხო? ეს გადავიდა და თუმცა რაღაცანაც ხო შველა იქნება მარტო vanishing gradient-ის გარდა თვითონ ეს რეზიდუალური კავშირები ხო გითხარით ანუ ის და ნუ საშემოწმებს საერთოდ ResNet-ი არის და რაც არის ყოველთვის ერთად მიხედავთ ეს ექსელის ნაწილია და ნუ ერთ სოლში ამ ყოველთვის რაც კი საერთოდ ყოველთვის ერთად ვქნები ვაწყობთ ერთად ან მე იმას ვიძახი რა თქმა უნდა მონაცემებზე რა რამოდენიმე ინეცი ერთად ვახერხებ აი მაგალითად Alex-ს და ResNet-ს ერთად არა ცალსაკე და რომელსაც საუბარს შედეგი ხდება იმას ვამბობ რომ
უფრო მეც კითხვის საუკეთესო შედეგი კი არა, ხო, ნუ რამდენი რო გითხრათ ახლა ალექსის ვინმე ესე იქნესვე ფიქრებს გოფრინატეს. თათ კონვენციასაც უფრო იშვიათად რა. აი იყენებენ ახლა კაშანი ბიუჯეტი რაღაცა. იყენებენ. არა, აქ კი ვერციაზე ხო კონვენციას აი ესეთაც იყენებენ. მე ხარ მაგათ ვიჟენ ტრანსფორმერებში ვფიქრობ რა. რო ჩატე რაღაც განათლება თვითონ. კონკრეტულად ეს მუშაობა ის ინტენსიურად საერთოდ ვიჟენში არ მუშაობს რა და სიალის ანკერებენ. არა, როგორც ჩანს იყენებენ, მაგრამ მე მაგალითად კიდე ტრანსფორმერებს რო ისწავლო. მარტო NLP-ში არ არის ვიჟენ ტრანსფორმერებიც არსებობს. თუმცა ვიჟენ ტრანსფორმერში მეგონი არის ვიჟენ ტრანსფორმერების ვარიანტები, ეს კონვენციაა და მე მიდის ვიჟენ ტრანსფორმერებს და ზოგადად და მე შევშვიდე ვიჟენ ტრანსფორმერებს. ტრანსფორმერების ბლოკებს. განის ზოგიერთ არქიტექტურაშიც ხმარებენ სიენებს პროგრამატურა და ტრანსპოზ კონვენციაშიც კი გენერატორებს. ნუ თქვენ ამბობთ რომ აქტივისტის ამზევით ვაწავდით თავსახურს. ტრანსპორტის კონვენციაც ხო. ნუ ზმანი შეიძლება უბრალოდ ხო. რეალურად ხო ან გეოლოგიური არსებობს რა, ან რომელიც ამ ყოველთვის ამუშავებს და ან თვითონ ამ სიენების გამოყენების აზრი რა ან გეოლოგში სიენზე ახუზე. ხო, რაღაც მორალად უნდა სპონსორად ხომ. ეხლა არის შემთხვევა, რომ ზარბაზანი ბეგულას არ უნდა უმიცნო, ხო? რასვეჩ ბეგულას რა. ნუ ტრაქტორით ის პამდორია უნდა მოკლო, ხო? ორი საგრი პამდორი. მოგეთქვენ გადაიგინეთ ერთ-ერთ მოთხოვნა გესიამონება სალათაშიო, ხო, იმიტომ რომ თამაშობ. შედიხარ და პატარა მოდელით. ან მაგალითად, როგორც ვთქვათ, ყველაფერს თავისი ადგილია, ხო? რო გითხრათ ყველაფერი არა, არის იქიდან მე რაღაცა ჩება, რასაც თავისი ადგილია. მაშინ ხო YOLO შეიძლება გამოიყენოს edge device-ები და რაღაცა გავუშვა. ხო, edge device-ი არის, როცა არ მინდა რომ რაღაც უშველებელ სერვერზე რამდენიმე მილიარდ პარამეტრიან მოდელზე ვიმუშაო, მინდა რომ რაღაცა იმაგრეთე ტელეფონსაც კი არა, რაღაც პატარა კონტროლერზე მინდა გავუშვა და ამით ამოცანებო კვერცხები უნდა. ოღონდ ის კაფის კვერცხები მაშინ ფუბატოში. სპეციალური ხომპობა. კვერცხები ადამიანებს შეხედა სურათებს. ასუქს დაგიბრუნებს. კარგი. შემდეგი არის მაგალითად ესეთი არქიტექტურაც იყო Inception ResNet. Inception ResNet იყო Inception-ის და ResNet-ის ჰიბრიდი. სადაც იყო Inception-ის ბლოკები, აი ეს ბლოკები და კიდე პლუს რეზიდუალური კავშირები დამატებული. ნუ ესეთი ძლავრი მოდელი იყო. ResNet-მა მოიგო 2015-ის ImageNet-ის შეჯიბრი მაგის მე უკვე შეჯიბრი ის საკუთარ მოდელი მაგას კიდევ პროგრამები ქონდა გაჩნილი და ალბათ ეს მოდელები გაიგეთ თქვენ ფუტური მოდელები აღშენები ხო იქ არა აქ თუ გაიარეთ ხო უსიტეს ხო random forest-ები და ნუ ბუსტერები ხო გრადიენტის მოჩქარებლები და შეხვედრით ხებს ხო, დაახლოებით ეგეთი რაღაცა შეიძლება რამდენიმე ქსელი გავცნო და მე იქიდან საშუალო ვიყავ მიგორითი ხო, მაგრამ არჩევით ავიღო. ეგეთი ვარიანტებიც არის. მაგრამ ეხლა რო გითხრათ რომ ResNet-ი მაგალითად ძალიან ძლავია, ძალიან პოპულარული იყო და ეს რეზიდუალური კავშირები არის, მაგალითად ტრანსფორმერს ისწავლით ნახავთ რომ იქაც გამოიხდა. ძალიან ეხლაც ინტენსიურად გამოდო ყველა არქიტექტურაც ვიცი ეხლა Vision-ის და NLP-ს გამოიხდა. აი ეს არის მაგალითად Inception ResNet-ის ბლოკი რა, ეს Inception-ის ბლოკია და მე პლუს აქედან კოპირდება ინფორმაცია შედის Inception ბლოკში და მე კონკატინირებული წარმოვიდგენთ ეს ყველაფერი მე Inception-იდან რომ გამოდის კონკატინაცია ხდება ამ ყველაფერს ერთმანეთს. ანუ ერთმანეთზე დაალაგება ხდება. თითოეული გულშობს რაღაც სხვადასხვა სიღრმის კუბიკს, ესე ვთქვათ რა. პარალელიპედს. ეს პარალელიპედი წარმოვიდგენთ სიმაღლით თუ ერთმანეთზე დავადო და დავადო. სიმაღლითა სიგანით. დავადო სიგზით რო დავადო ეს ერთმანეთს. ნუ ყოველ შემთხვევაში ეგრევე გაზომილებით დავადო ეს ერთმანეთს და მივიღო უფრო დიდი პარაგრაფი. ხო ძალიან ხება. კარგი. ნუ ეხლა ხო, ნუ ეს გავლილი გაგეხმაზე ერთად ჩავამატე ეს არ ვიცი. მაგალითად, მოდი ესეთი მარტივი რაღაცა, ეს არის fashion list-ი, რომელიც გაკეთდა სამარგო. ეს არის list-ის ვარიანტი, ხო, დასაცმელი, რამდენი ტიპის დასაცმელი, არის კლასის დასაცმელი უნდა გაარჩიოს, მაგრამ არის ჩვეულებრივი list-ი და არის სიფარი.
კლასიფიკატორი. მოდი შევყვეთ ახლა რამდენიმე ვარიანტი, რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ. აი ეს არის სიფარი. აქაც ესე 50000 მეგონა სურათი 60000-ია, 100000 სატესტოდ 50000 საწმელად და აქაც 10 კლასია. მე მგონი კიდე არის მეგონა სიფარა 100 არის კიდე. ეს პატარა მონაცემები ძალიან კარგი რაღაცებს სასწაულით და ექსპერიმენტების ჩასატარებლად. მე მაგალითად ძალიან გავუმაგრე ახლა ექსპერიმენტების ჩასატარებლად და არის ისეთი კვლევა შეიძლება გააკეთო პატარა მონაცემებზე და ისეთი რაღაცა დაინახო, ისეთი შედეგი მიიღო, რომ აი ეს ამითაც კი საკმაოდ კარგი ექსპერიმენტის ჩაატარო, კვლევაც გააკეთო, შენ სისწავლო და სტატიაც კი გადააწერო, სანაცნობო მიწოც კარგი. ამიტომ ეს პატარა მონაცემებს ესე მაინც ნუ შეხედავთ ეს ხელახები და პატარა მონაცემები ვარჯიში რაღაცას დაგაგებთ. არის კიდე ესეთ შემთხვევები, როცა იზრდება ზონა, როცა იზრდება რაღაცებში შეცვლებში შევდივართ ამ პატარა მონაცემებში ჯერ განზრუნებაში და განზრუნების წერია, ასაც ხო განზრუნებაში რაღაცა ძალიან ახლოს არის, მე შორს კომენტივართ მეჩხერი ძალიან ეს მონაცემი სურათი. ხო ფიქრობ რომ აუნდა ორი სურათი ახლოს არის ერთმანეთთან სივრცეში, ხო ეს ვინც ვექტორებიანი, შეიძლება ვექტორაცად მოვხდეთ. ნუ წარმოიდგენთ მე იმდენა განზომილება, ხო ახლა ეს აქ თუ პატარაზე ახლოს არის ერთმანეთთან, ხო იცი ეს რაც არის განზომილების ხოლმე, ხო აქ თუ ახლოს არის ერთმანეთთან. ხო მესამე განზომილებაში, ხო ესენი შეიძლება ძალიან შორს. როცა ძალიან ახლოს არის. სურათები ხენ ხოლმე განზომილება ძალიან მეჩხერად არის. მაგის პრობლემა გვაქვს ზუსტად საფრთხდება კატასტროფა, სადაც ძალიან ვერ ვიცით. ჩვენ მაგალითად ძალიან გამოვიყენეთ ის TensorFlow Playground-ი. ხო, თვითონაც მაგაზე ძალიან ბევრი კონცეფტი აი ძალიან მარტივად გავხსენეთ. რომ მაგალითად ერთი ნორმალიზაცია რო ფიჩერებს ამიღებს და აი ნეირონი რო ხდება ის დროს და თუნდაც იმ იქრო სპირალური დატავა მაგალითად ძალიან მაქსერი რო აიღო, თქვათ, ორი რო მოხდება და ეგეთი კონცეფტები ძალიან მარტივად გამოჩნდება. კოლოქციური პროექტი რაღაცები გაიქნება. მართალი გითხრა არ ვიცი, მაგრამ ერთი კი ვიცი რომ ხო რა არის ახლა კონვოლუციურზე. ნუ კიდე არის ეგეთი ჰიპოთეზა, რომ ნუ ეს აი კონვოლუციის წარმოქმნა ხო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ჩვეულებრივი ნეირონული ქსელი. არის ანუ ჰიპოთეზა, არ არის თქვა ჰიპოთეზა. სურათებში მით უმეტეს აი აქაც არის ეს კარგი მაგალითები. სირკუიტს გვინდა ხო? ეს კაი ხალხია და ამათ მაგალითად რა ქნეს, რომ ანუ გაწვრთნილი ქსელი აიღეს, ცარიელი სურათი ესეთ უხეშად ვთქვა, ცარიელი სურათი აიღეს და რომელიღაც ნეირონს გააკეთეს, მაგალითად ინსეფშენი აიღეს, ის საშინელი ინსეფშენი, რომელიღაც ნეირონს გააკეთეს და სადეს რომ ისეთი სურათი დაიხატეთ გრადიენტული დაშვებით ოღონდ სურათზე, ну градиентული აშვით, ასე ვთქვათ. აუშვის გრადიენტული აშვით. ეს ისე არის. რომ მაქსიმალურად რომელიც ასტიმულირებდა ამ ნეირონს. და ამით დაიწყეს შესწავლა რომელ ნეირონს რა ასტიმული, რა მახასიათებელი რა სურათის რა შტრიხია, ანუ რა ტიპის სურათის ზოგადად მასშტაბური სურათის მახასიათებელი, რა მახასიათებელი ასტიმულირებდა მაქსიმალურად რა ნეირონს. და ნუ აღმოჩნდა რომ მაგალითად რაღაც დონეზე, თუმცა ეს ჯერ ჰიპოთეზაა და ამას ძალიან ბევრი კონტროვერსული და ძალიან დიდი კამათი აქვს და ეს რაც საწინააღმდეგო სტატიები იწერება. სტატიები არის საწინააღმდეგო, ეს კამათის სამეცნიერო კვლევებშიც მიდის. მაგრამ აღმოჩნდა რომ მაინც რაღაც შემთხვევებში დაბალი შრეებიდან მაღალ შრეებში, ხო, ხდება მაინც ინფორმაციის აგრეგაცია და უფრო და უფრო კომპლექსური მახასიათებლების შესწავლა. ამათ გქონდათ მაგალითად ზუსტად აი ამ რუდის დეტექციაზე მთელი სტატია curve detection-ი ერქვა. ნუ ეს პირდაპირ არის მანქანის აწყობა, როგორ ხდება რაღაცების იგნორირება, აქ წითელი არის პოზიტიური და ლურჯია ნეგატიური ზონები. ამ კონვოლუციურ ფილტრებში მაგალითად. და როგორ ხდება inception-ში მაგალითად აი ამ შრედან, წინა შრიდან შემდეგ შრეში შემდეგი შრეა რომ ატყობა რაღაცის და ამის მერე სურათები აქვს უამრავი. ზუსტად ეს დაგენერირებული სხვადასხვა რეგულაციით, სხვადასხვა ტიპის ეს პირდაპირ ეს არ გენერირდება, ეს ადვილად ხმაური უფრო გენერირდება, მაგრამ სხვადასხვა რეგულაციას აკეთებენ, აი და ამით მე სწავლობენ რომელ შრეზე რა სწავლობს ნეირონული ქსელი. არსებობს ესეთი ნუ მაგალითად ეს აი ეს სურათი ხო ჩანს აქ რა ხდება, რომ
პირველ შრეებზე თითქოს აი ძალიან მარტივი შრიხებია გამოღებული. ანუ რაღაც ქვია მე მგონი კონვენციის ინტერპრეტირება ამის ძალიან ძველი ის არის. საიტიც არის და YouTube-ზეც დევს ვიდეო და ეს კაი რაღაცაა სხვათაშორის გაჩვენებს რამდენად შემდეგ შრეზე რამდენად უფრო კომპლექსურ მახასიათებლებს იღებს. ანუ აგრეგაციას კი აკეთებს თვითონ მახასიათებლებს და იმას შეხედო კონებს აკვირდებიან. წონებს უყურებენ როგორც სურათს, იმ ფილტრს უყურებენ, კონვენციურ ფილტრებს უყურებენ როგორც სურათს ვთქვათ, ხო? და იმას აკვირდებიან. ესენი პირდაპირ წვრთნიან ცარიელ სურათს, რაზე რომელი ნეირონი, რაზე უფრო მაღლა, მაგალითად რომელი კონკრეტული ნეირონი, რა სურათზე სტიმულირდება ყველაზე მეტად. ანუ ყველაზე მეტი აქტივაცია სადაა. აქტივაციის მაქსიმიზაცია ქვია მაგას. და სხვა მიდგომა არსებობს, შეისწავლონ და აღმოჩნდა დაბალ შრეებზე აქტივირდება ნეირონები მაგალითად უფრო მარტივ შტრიხებზე, მაგალითად ვერტიკალურ ხაზებზე, ჰორიზონტალურ ხაზებზე, მრუდებზე, შემდეგ შრეებზე უკვე ამათ კომბინაციაზე, ხო, და მაგალითად გვალი ბურთზე, ხო, რაღაც შემდეგ შრეზე უკვე კონკრეტულ რაღაცების კომბინაციაზე და ასე კომპლექსურად ხდება შრეების საწყობი. თუმცა ამის გამომრიცხავი სტატიებიც არის, რომ ყველგან და ყოველთვის სასახად ამის თქმა ღრმა რთულ კონსტრუქციებში ძალიან არ შეგვიძლია ჯერ. და აქ ამაზე კამათიც მიდის ამ სტატიებში, ვისაც გექნება დრო შეგიძლიათ ეს დისტილს გადახედოთ. კარგი, კიდე რა მინდოდა მე თქვა ეს. ხო, შევაჯამოთ ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ. სურათების ამოქმედაზე როგორც ტენსორებზე, რაღაც მარტივ კონცეპტებზე ვილაპარაკეთ, კონცეფციებზე, ხო, thresholding-ზე, ფილტრებზე, thresholding-ი კანტონზე მოიხდა, საზღვრის დასმა. ვარიალიზაცია, სხვა ფილტრებზე, ვილაპარაკეთ კონვოლუციის ფილტრებზე, ვილაპარაკეთ ზოგადად რა არის მრავალობიექტივიანი, ხო, მრავალმიზნობრივი ფუნქციანი დასწავლა როგორ ხდება, ხო, მაგაზე ვილაპარაკეთ ზოგადად CNN-ებზე, ვითამათ არქიტექტურებზე, შემდეგ მაგალითად შევეცდებით თუ გავწვდით, მაგალითად ResNet. ოღონდ ნოილიდან ResNet-ი გასვლა ძალიან დიდი ერხა და თქვენ ცხოვრობთ გაკეთებული. გადავწვდით, ავიღებთ რაღაც წონებს, უკვე გავჩერდეთ და რაღაცნაირად რაფინირებას გავუკეთეთ ამ წონებს ჩვენ კონკრეტულ ამოცანებს. რაღაცებს გავაკეთეთ. და ნუ კიდევ ვილაპარაკეთ რაზე? ხო, არქიტექტურას და ვილაპარაკეთ ზოგადად. ResNet-ზე, და რაღაცაზე ვილაპარაკეთ და ხობრდება. კომპიუტერ ინჟინერი საერთოდ და სულ ესხოთია. ეგ ტოპოლოგია სუხსნილი ჩანერობას კურსს და ტოპოლოგია მათემატიკის მომდევნო სამი აქსიომაზე ითადე და რომ სამი აქსიომა რო ხარ ეს არის სულ ეს არის ტოპოლოგია. ამაზე მთელი ხალხი მშოვს და წვა. ეს არის სულ სამი აქსიომა რო გასაზრდა. ახლა ეს ინტერესს სულ ეს არის კომპიუტერ ინჟინერიის გამოკვლევა. მე ცოტა. ეხ შევისწავლოთ ჩვენ ცოტა ხანი რეკორდინგი მეგობრებო, შევერთმია დავტოვოთ გამოიქცება. ცოტა ხანი შევისწავლოთ და შემდეგ რაღაც ერთეული ამოცანა გავაკეთეთ და თუ გნებავთ, მე თქვენ თვითონაც სადეთ უკვე სიფარის გამწვს მეუთხებს. რა რეკორდინგი ნახეთ, რა? უჩვენს. სღურბლი, ხო? დავსღურბლოთ. შეიძლება ეს სღურბლის დასხო გაზღურბლა, აზღურბლა, ჩამოზღურბლა. არ ვიცი როგორ თქვა, მაგრამ ბრუნოში ჭავს. მოდი ახლა ეს რეკორდინგს გავაჩერებ და სად არის რეკორდინგი? და შემდეგ განვაგრძობთ, ხო? ტექნოლოგიებში ეს კომპიუტერები ტექნოლოგიები ჩვენ დროს აკას უარ იყო ესენ და კარგად ცხოვრობდით. კარგი, მე მეგონა ხო კარგი ხუმრობა მქონდა. დავიშიცხოთ. ჰა? უი, პროექტორიც გვინდა ხო? კარგი, ახლა ეგ რამდენიმე რაღაცა გავაკეთე და გავაკეთებინე კიდე. რაღაც მარტივი ახლა ვარიანტი რო ავიღოთ და რა მინდა აქ ჩავამატო. ეს დავამატოთ. device დავამატოთ ჩვენ იმას. გავაკეთოთ რაღაცა ახლა ჩვეულებრივი ქსელი, თქვენ ხო გაწვენით ხო ჩვეულებრივი ქსელი. გავაკეთეთ, ელემენტი გავაკეთეთ, გაფრთხილებული მისთვის იმაზე. ვიღაბი. ეგეთ რაღაც გავაკეთეთ. თუ გინდათ მოიწიეთ, თუ გინდათ გავსდი რა ვიცი როგორც
ну ეხ მაგალითად არის Scikit image რა, ეგეთი ბიბლიოთეკაა, შეგიძლიათ დააყენოთ და Scikit image-ში ძალიან ბევრი რაღაც კლასიკური computer vision-დან არის იმპლემენტირებული და შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად Soberis ფილტრი. შეგვიძლია ვითამაშოთ ამ ფილტრებზე, სხვა ფილტრი ვნახოთ, thresholding-ი გავუკეთოთ და რაც ექსპერიმენტები ჩავატაროთ სურათებზე. ეხლა თქვენ გააკეთეთ Misty fully connected-ზე, ჩვენ აღარ გავუშვათ ტრეინინგზე? CNN-ზე გაკეთე. კი. რა მინდა იცი აქ device-ი ჩავაბა. მოდი რა ვქნათ ეხლა. device-ი იცით ხო? კუდა როგორ უნდა მოძებნოთ და ყველაფერს ვცოდნიათ მაშინ რას. ნორმალიზაცია არ გვასწავლეთ იმაში. ოპტიმაიზერები ძალიან სერვერები მოასწავლეთ. აი ხო ადამიანის ეგეთი ვერ მოასწავლეთ. მოდი ნახოთ ეხლა. ისე ოპტიმიზერებზე შეგვიძლია მე ერთი პატარა ლექცია გავიკეთოთ, სლაიდერიც მაქვს მაგის მე ადრესს მაქვს საკითხული. მაგალითად მე რა device-ი მაქვს, MPS-ი. ხო, ეს არის Mac-ის Apple-ის ARM-ზია, ხო ეგეც? ხო, და ისიც GPU-ც ARM-ზია, რა მაგის გრაფიკული კარტაა, გრაფიკული MPS-ი. შეგიძლია backends და MPS is available და თუ არის MPS ჩავაბათ. ნუ ჩვენთან MPS ჩავაბათ ეხლა. მაგალითად აქ ეხლა მინდა რომ device-ი ჩავაბა. Excel-ის ინიციალიზაცია გავაკეთოთ. NC Mist დავარქვათ. და ჩვენ გვინდა რომ აქ ჩავაბათ ეხლა პირველი. გვინდა რომ მოდელი ჩავაბათ, ხო? საერთოდ შეგიძლია ეს არ გააკეთო, ის მაინც თავის იმას აკეთებს ხოლმე, მაგრამ შიგნით ვეხდება, თვითონ იმ ობიექტში ვეხდება ეგ ჩაბმა, მაგრამ აბრუნებს თავის თავს. მოდი ეს გავყოთ, ხო? მოდელის ინიციალიზაცია და ტრეინინგი გამოვყოთ. იმედია ყველაფერი რიქსია. აბა, რა არ მოგვეწონა? ის არის ძველი სახელი ხო გადავარქვი და has no to device არ უნდა თუ უნდა პირდაპირ. თუ. გადავრჩით. ხო, ეხლა ჩვენ გვაქვს ხო, აქ პრინციპში ჩამოვტვირთეთ ეს დატასეტი, ეს გაკეთებული გაქვთ, მაგრამ ნახეთ აქ რა შეცდომა, საშუალო და დისპერსია გამოთვალა, ოღონ გამოთვალა თლიან დატაზე. ესე არ უნდა გავაკეთოთ, ხო? ეს უნდა ჩამოვიტანოთ სათვალო მონაცემებზე. აი ტრეინინგი, ვალიდაცია, ტესტი ხო გააკეთა? ხო, სტანდარტული გადახრა. აი აქ შეგვიძლია უკვე. და აბა ეხლა ვნახოთ, აი ხა ნახეთ აქ რა იყო 0.13.700 და 30.091.000. აბა ეხლა ვნახოთ რა იქნება. იგივე დარჩა. იგივე დარჩა. ეხლა აქ ამოგვიგდებს შეცდომა სავარაუდოდ, იმიტომ რომ არ მოეწონება რა სხვა device-ზე უნდა რომ ან ერთი CPU-ზეა და მეორე გადაიტანეო MPS-ზე. ან მეორე გადაიტანეს CPU-ზე. ეხლა ეგ სად უნდა გავაკეთოთ ჩვენ? რო ჩაიკეთება image-ი არა. თუ სწორად მახსოვდა თუ არ ჩამატეს ეხლა არა. აბა ეხლა რა არ მოეწონა?
ოპტიმაიზერიც ხო უნდა ჩავაბათ. კრიტერიაც მე მგონი, ხო? აბა თუ გაჭირდება. მეუბნება რომ ალოკაციული არა placeholder და სადაკეთებს ლეიბლებსაც ხო არ უნდა გადაგდა. loss-ზე მეუბნება. ლეიბლებს უნდა. ხედავ შენ როგორ მინდოდა რომ ლეიბლებს არ მოვდა, მაგრამ სადა გაქამდე იმ მოგცა ჩვენ მაგის ბედნიერება. მაგდავწერათ ესე. to device. აბა ეხლა რა სიზავს? საერთოდ აღარაფერს აღარ აკეთებს. ნუ რანაირად წავიდა. ანუ loss როდის წერს ხოლმე, როცა მორჩება? რამდენი ეპოქა გვაქვს? არა, ეპოქის ბოლოს არა. ხო, მთლიანი ეპოქის ბოლოს წერს. და 5 წელი ეპოქა გვაქვს. ხო, ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, მე მგონი შეგვიძლია გავაკეთოთ, ხო? ესეთი რაღაცა შემოვიტანოთ, ეს ტიპი მომწონს მე ძალიან. სად შემოვიტანო ახლა? მოდი აქ შემოვიტანო. გავშვით წნარად მშვიდად. მოდი ეს დავარქვათ. სახელებზე ნუ დამზრახავთ და გავაკეთოთ ესეთი რაღაცა import. მოდი ესეთი რაღაცა არის. ამას დაყენება უნდა ხოლმე ისე. იცით? ესა. ეხლა ნახეთ რა კაი ტიპია ეს. თუ ამაზე იმუშავოთ data loader-ზე. შემიძლია მე აქ scope-ში ჩავსვა, შემიძლია scope-ში ჩავსვა, მე close მივცე, მაგრამ პირდაპირ შემიძლია with the იყოს ესე იყოს მიცადე QDM ეგ დავარქვი. იგივე სახელი დავარქვა? ხო, დაგავაკეთე. იგივეს გაკეთებს, მაგრამ მაგათაც მეორედ რო აკეთებ, მე close ჭირდება რა, დაკეთვა ჭირდება რა, closable არის. ამიტომ როგორ გაეშვა. თითოეულ ეპოქას ახლა ესე გაუშვებს. ეს არის საერთოდ პროგრეს ბარი რო გაიკეთოს რა. აბა ნახოთ, ეს უფრო ლამაზი არ არის? ეს უკვე პროგრესია. ნუ ეხლა ჩემი ცდომილება არის ევოლუცია არ უწერიათ ამათ. მოდი აბა ევოლუცია გავუკეთოთ. ხო? მოდი ევოლუცია გავუკეთოთ და ვნახოთ რას მივახციეთ. კიდევ ერთი კონტექსტ მენეჯერი გვინდა. შეგვიძლია inference mode მივთითოთ, მაგრამ ნოგრადი ჯობია მე მგონი ტრეინინგის დროს. with the QDM მოდი test loader-ი გავუშვათ და ასე გავაკეთოთ ევალუაცია. ნოგრადსა და inference შორის განსხვავება ის არის, რომ ის trains და eval-საც გადართავს და მე მგონი. აბა რა არ მოეწონა. ბოდიში ჩვენი მოდელის სახელი რა არის ჩვენი მოდელის სახელი? რა ქვია ბიჭი შენ? და აბა შეცდომას ამოგვიგდებს მე მგონი, მაგრამ მაინც. აბა სად ამოგვიგდებს? რატო ამოგვიგდებს შეცდომას? ეგ ერთი. მაინც გაიშვებოდა, პროს ევოლუციას არ გაუშვებდა. აი ეს. არ ჩავაბით მოწყობილობას. Translate მიგდებს იმას pop-up-ებს და მაწვალებს, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა. ბოდიში რა ქვია ჩემ მოდელს? რა ქვია შენ? მოდელი ეს. აუშვეთ ესე მაშინ.
ტოტალი არ არის აქ განსაზღვრული. დავაკეთოთ ესე. კიდე რამე თუ არის მითხარით მაგრამ. აბა 97% მივიღე, 0.97 სინამდვილეში დავამბობ 0.98 ის ზუსტით, 2 შეეშალა. რამდენია ტესტ სეტის ზომა? მოდი ნახოთ გავიკავი. shape test-ს არ აქვს. მას უნდა კონდეს size. ეს მე მგონი კოლექცია. 10000-დან 2 შეეშალა. ეს რამდენი შეეშალა 98 რო იყოს. 250 შეეცვალა რას 247. ცდომა სადოთ მოდი ახლა ლენეტი გაუშვათ და მე ანსო საუსრულოდ უცნება აქაც ეს წამოვიღოთ ცალკე აი ამათ ნახე პატიოსნად ყველაფერი გაკეთებული აქვს ჩვენგან განსხვავებით რა მითხარი არ დამიბავა აი ესეთ სახელებს რატო არ ქვევ რატო და სუპერში რატო სვავ ამას ეს მოვაშოროთ ძალიან ძველი კოდია და დავარქვათ ლენეთ 5 დავარქვათ ლენეთ 5 ასე აჯობია რა გვაკლია აბა რა მიგვაკლდა აი ესე რომ გააკეთო ეს ნახე ხა დაგიწევს პირდაპირ მოდელს რომ ჩაებმევა თავის თავს აბრუნებს რა self აბრუნებს თუ ჩაიხედავ შიგნით self აბრუნებს მე არ მიყვარს ესე იცი რა არის მოკლედ წერ ეფექტურად წერ მაგრამ მე როდესაც კითხულობ რაღაცა გაყოფა გინდა დებაგირება გინდა მithumetet Jupyter notebook-ში ჯობია სასაკე კონდეს რაღაცები რომ მე ითამაშო შეცვალო და ამატო გამოაკლო რაღაცები გააკეთო ამისთვის არ მოხერხებულია კარგი ამან იმუშავა ეხლა დავიდა ტრეინინგი სანამ ტრეინინგი წავა ჩვენ გვინდა ისევ გავაკეთოთ პირველი რა პირველი ეს მაგათ მოდი მაშინ ეხლა რო დავიწყოთ ოპტიმიზატორები და სკედულერები ძალიან დიდი დრო დაჭირდება ორ სიტყვას ვეტყვი learning rate შეიძლება ამცირდეს და შეიძლება დიდეს გაჩნია ეს learning rate-ის სტეპი მე მგონი ამცირებს მაგრამ არის მაგალითად ზდის იმიტომ რომ პლატოზე რო გავა შეიძლება პლატოზედან გადაახტუნოს და სხვაგან უფრო კარგი რაღაცა იპოვოს და იქიდან თავიდან დაიწყოს დაშვება. ანუ და მე ის პლატოში ამოწმოს და რამდენად სტაბილურია. იმიტომ რომ მე თუ გამეზარდა და შუს წავედი, ისევ თუ კარგ პლატოზე ვარ, ესე იგი საკმაოდ დიდი და სტაბილურ პლატოზე დგავარ. აქედან გამომდინარე, კლათასაც ასახათ არ არის ხოლმე საქმე. ეპოქა რო დასრულდება, მე მგონი აქ გვაქვს ეპოქა. კარგი, ეს ესე მას დავარქვათ ეს train progress bar train-ი დავარქვი ახლა ამას დავარქვათ train ამას დავარქვათ lenet 5 და რა გვინდა ჩვენ images და label-ის ჩაბმა გვინდა არ ვიცი საოლიმპიადოდ რამდენად ღირდა მე არ დავიწყე ფიქრობდი რომ ხوار გამეკეთებინა ხوار მომეტანა ისა მეთქი იმაზე ხوار გავაკეთე lightning-ზე თქო იქ მარტივად არის საქმე Python-ში lightning-ი არის ესეთ ბიბლიოთეკა და იქ შეგიძლია ერთი კლასი აწყო და თვითონ ზრუნავს ამაზე რომ ჩააბას ესენი და არ ვიცი ოლიმპიადაზე ამდენ შეიძლება ამის გამოყენება ხო მეთქი ერთი შეიძლება მე ერთი ის ჩავატაროთ ამაზეც რა ეხლა ტესტ-ლადერზეც გავაკეთოთ ეს context manager რა კარგია. ცოცხალი კომპილატორები არიან და კოდ ჩეკერები და
ეს გავაკეთოთ. რა ჩავაბათ? ხო, ეგ აუცილებლად. ამასაც სახელი დავარქვათ. ისა ქსელი სწორად გავსაზღვროთ, იმიტომ რომ ჩვენ შევცვალეთ. და ქსელში ჩავიხედოთ ახლა მარტო იმისთვის კი არ ვაკეთებთ ამას. რომ მოდელი გავწვით. ლენე 5-ის მერე ჭხილი, მადლობა. რა ძნელია სხვა რო წერს და შეცდომებს უშვებს, ხო? ეს სულ როგორია ეხა მომეცი რა ეს ლეპტოპი დაუშვი რა. კი. ლაბელსერია. Labels. მოიცა მე სულ სახელები რო დავარქვა, მე რაღა მეშველება მე. კაია კაცო. სადგوակ. ადამიანის ოპტიმიზატორი როცა გავსაზღვრეთ. აი ახლა აქ ოპტიმიზატორებში აუცილებლად უნდა მიუთითოთ პარამეტრები, რისი ოპტიმიზაციაც უნდა გააკეთოს. მე შემიძლია აქ მაგალითად მიუთითო პარამეტრები სხვა, აი რა ვიღოთ ჩემი მოდელის პარამეტრები რა. შემიძლია სხვა რომელიღაც პარამეტრები ვაფშე გამოვრიცხო ოპტიმიზატორიდან. შემიძლია ესე ბოდიში. ეს გენერატორია, ამიტომ ჩამოვყარო მაგალითად რაღაცები შემიძლია არ მიუთითო, გაწუხნის დროს. რაღაც პარამეტრები და ეს პარამეტრები იგივე დარჩება. მაგალითად გავწვნა სხვა რაღაცაზე, ვიცი რომ პირველი შრეები მაგალითად ძირითადად პასუხისგებლები არიან როგორც ვილაპარაკეთ, ხო ჰორიზონტალური და ვერტიკალური შრიხების ამოსაღებად და დავანებო იმათ თავიდან მარტო ბოლო შრეები გავწვნა და უფრო დრო დამეხარჯება და რესურსი. აი ამაზე ვილაპარაკებთ. ამიტომ ეს შემიძლია აქ ოპტიმიზატორში მიუთითო სწორად. აბა კიდე შეცდომა მექნა, როგორ შეიძლება და მე შეცდომის გარეშე. კარგი. იპოვე თუ არა? და ერთი რაღაც პროგრესი გვაქვს. ხედავთ რომ უფრო ჩქარა მიდის? თუ მეტი არაა ჩემი. უფრო ნელა მიდის ვითომ? მე მგონა უფრო ჩქარა მიდიოდა. ეხლა ვნახოთ შედეგს რამდენად კარგს მოგცემს. შედეგიც ეს ვითომ? იტერაციების ბევრი აქვს, ეპოქაც უფრო მეტია, 15 ეპოქაა, 15 ეპოქაზე კაც მაინც ის რა შედეგს მოგცემდა, მაგრამ და გავიაროთ ახლა კოდი ჩავხედოთ შიგნით და რაღაცებს გავს. სიმეტრიულად მუშაობასოთ პირველ ორ ეპოქაზე ჩამოვიდა აი 3.0.19-დან 0.9-ზე და წინაზე ნელ-ნელა ჩამოვიდა რა. და ზოგადად ისე სხვა. ისეთი ხოლმე ეს ზემოთ ქონა და ტრენინგებული და მაგით უკვე დაბალი იყო. თვითონ კიდე ერთხელ დავუტრენინგეთ. ინიციალიზაცია არ გამიკეთებია, სინამდვილეში 10 ეპოქა მაქვს, ესე იგი გაშვებული. ხო. აი რაღაცა მართლა იმას ვქნათ ახლა თვალი დავხუჭოთ და ესე. ჩავთვალოთ რომ ეპოქაზე აჯობ. რა კარგია რო არსებობს კონვოლუციური ნეირონული ქსელები. რატომ იყო რევოლუციონერი ბავშვი კონვოლუციური შემოდი? აი 19 და 12 მივიღეთ შედეგი. არ არის ძველი ფილმიდან რატო იყო რევოლუციონერი. მივხვდი რომ არის. იმიტომ რომ მათ არ კონდათ კონვოლუცია. კარგი. ეხლა ჩავხედოთ თითო ქსელის არქიტექტურას. რა არის თუ დააკვირდე ძალიან მარტივია კონვოლუციის აწყობა, კონვოლუციური ქსელის აწყობა PyTorch-ში, ბიბლიოთეკაში. PyTorch-ის უნდა ისწავლოთ და TensorFlow-ს თუ იქ მარტო PyTorch-ს საქმეში. ოჩახ. ნუ ჩავხედოთ ახლა რას გთხოვს ეს. ეს არის ყველგან არის, PyTorch-ზე ძალიან ბევრია. 60% ახალი კვლევების და რაც კეთდება, პოპულარ PyTorch-ზე კეთდება. ერთი პერიოდი TensorFlow უსწრებდა, იმიტომ PyTorch-ი ჯერ არ იყო
სრულწლოვანი, ასე ვთქვათ. გამოყალიბებული არ იყო რა. აიტო ჯვიან გამოვიდა უფრო და ეხლა 60%-ია. ძალიან მოხერხებული ხარ TensorFlow-ზეც მუშაობ და მუშაობ თითქმის ზაფხულამდე კიდე მიწევდა TensorFlow-ზე მუშაობა და ეხლაც მიწევს. მახსოვს რომ ეს VGG და ყველა რეზიდენტი და ყველა ის მახსოვს რომ ბიუთი და ქერას თუ ამას წააგ. ხო, აი გამოს. ეხლა გაჩვენე. ეს არის ჩვენი ძირითადი პარამეტრები, მაგალითად შემავალი მონაცემები, გამომავალი ჩანელები, ანუ რამდენი ცალი ფილტრი გააკეთოს, ზუსტად ეს ერთი ცალი ჩანელია, იმიტომ რომ ეს არის ემნისტის სურათები, ხო, არის 28-28-ზე სიღრმე ამას არა აქვს, ამიტომ შემავალი ჩანელი ერთია. აქ რო იყოს მაგალითად სიფარი მე უთითებდი 3-ს. რადგან პერად ფოტოებია, ხო? გამომავალი ნიშნავს რომ 6-ია, ანუ შემდეგ კონვოლუციურ შრეზე უკვე 6 იქნება. და შემდეგ უკვე ეს უბრალოდ აქ დათვლილი აქ ამას რამდენი იქნება 16-16-ზე 120-ზე წავიდა მე 120-დან 84-ზე და 84-დან 10-ზე 10 არის ბოლო პასუხი ეს დააბრუნებს ვექტორს ხო ეს არის ალბათური ვექტორი რომ თითოეული ვექტორი იქნება განაწილება ორჯერ ვთქვი თითოეული ვექტორი იქნება ანუ რაღაც ალბათური განაწილება თითოეული პასუხი იმიტომ განაწილება იმ 10 კლასს შორის იმის ყველა 10 კლასს მიენიჭებს ალბათობას 0-დან 9-მდე რა ციფრია ამ სურათში თითოეული ვექტორი არის ალბათური განაწილება ეს გაითვალისწინეთ. იმიტომ არის კლასიფიკაციაში კროს-ენტროპია, მაგალითად კროს-ენტროპია არის განაწილებებისთვის და არა ერთი კონკრეტული რიცხვისთვის ან ვექტორისთვის, ერთი კონკრეტული ელემენტისთვის. მთლიანი ალბათური განაწილებების ცდილობს რომ ერთმანეთთან ახლოს მიიყვანოს. აი მანძილის არა კლასიკური მანძილის, ან პრემანძილის ცნება, განზოგადება მანძილის ოღონდ ალბათური განაწილებებისთვის. აქ გამოდის კროს-ენტროპია თუ შეიძლება ისე განშლადობად განსაზღვრო. როცა წავიდეთ. მოკლედ, ეს არის ზუსტად საშუალო, ოღონდ ეს max pooling-ს არ აკეთებს, აქ average pooling-ი აქვს დამატებული, ან საშუალო pooling-ი აქვს დამატებული, 2-2-ზე ფილტრი დადის. ეხლა ნახოთ კონვოლუციის კერნელი, ანუ ფილტრი რამ ხელაა 5-5-ზე. პირველი, მეორე არის ისევ 5-5-ზე. და ორიც არის წფივი შრე. და ნუ შედეგი მივიღეთ. ეხლა მოდი ეს ეხლა აქ ჩავხედოთ რა არის. ხო, იდე რა გვაქვს? მეტი აფერი არა გვაქვს. დატალოადერები სად გავსაზღვრეთ? ხო, აი ტრანსფორმი. ტრანსფორმს არის ეგეთი რაღაცა, ეს არის რომ სურათი გადავაკეთოთ ტენზორად და ნორმალიზაცია გავუკეთოთ საშუალოთი და კვადრატული გადახრით. ანუ საშუალო კვადრატული გადახრით. ეს არის ზუსტად ტრანსფორმს ვაწოდებთ ხოლმე, აი ამას ვაწოდებთ dataset-ს. მაგალითად შეიძლება მე აქ დავამატორო სურათები ცოტათი შეცვალოს, მაგალითად ცოტათი გადახაროს და გადმოხაროს. ამას ქვია augmentation, ამას მე კიდე ცალკე გავივლით, რომ უფრო განზოგადება ისწავლოს, ხო? ამით ფაქტიურად მე ხელოვნურად გავზდი ჩემი მონაცემების რაოდენობას, სასწავლო მონაცემების რაოდენობას, მაგალითად შემიძლია გადმოტრიალება გავაკეთო სურათის. მაგრამ ციფრებში ეგ არ გამოდგება. თქვენი აზრით რატო? ხო, 6-იანი გახდება, 8-იანი უსასრულო გახდება, ხო, უსასრულო ამან არ იცის, მაგრამ 6-იანი გააფუჭებს საქმეს. ამიტომ ნუ რაღაც კონკრეტულ მონაცემებზე რა განაწილება გაქვს, რა ტიპის მონაცემები გაქვს, იმის მიხედვით სხვა augmentation შეცვლა გაზდა მონაცემებს სხვადასხვანაირად შეიძლება. აქ შემიძლია ჩემითაც დავწერო კონკრეტულად, აქ ამის იმპლემენტაცია გავაკეთოთ მე შემდეგში თუ მოვასწრებთ. მაგრამ აი ნორმალიზაცია აქვს და ტენზორში გადაყვანა საკმარისია, იმიტომ PyTorch-ში ის ტენზორში უნდა გადავიყვანოთ. ჩვენ თუ ჩავხედავთ აქედან კონკრეტულ მონაცემს, როგორც ვილაპარაკეთ, რომ სურათი ტენზორია თქო, მაგალითად, არა, აქ არა. მოდიში, აქ. თუ იქ ვასწორებდით ამას მოიცადე. აქ ქსელი როგორი იყოს და 28-ზე 128 მონაცემი როგორ შედიოდა, აქ ვავტყელებდით სადმე მონაცემს? პირდაპირ გადავარწმუნდით. ამას არ გავავტყელეთ მონაცემს. სადაბა? საბა ვინ მაპოვნინებს სად ვავტყელებთ აქ მონაცემებს? Control find ბრტყელება? მაკი ის არა მაქვს კონტროლი. არ არის კონტროლი. არის კონტროლი, მაგრამ არ მუშაობს, არ მუშაობს, არა მაქვს კონტროლი ნიშნავს რომ არ მუშაობს. edit რო არ განასაჭირო. კომანდა არის. გავბრტყელება როგორ როგორც ანუ რა კომანდაც ხონა ვარ ის გავბრტყელებინა, მან დამოუკრა.
ფლატენ შრე არის ეგეთი, შრეში არა მაქვს ფლატენ გაკეთებული. ეს იმდენი ხმის წინანდელი კოდია და იმდენი. view -1. არ არის. არის. აი, forward-ი მიწერია Excel-ში. აქ ვარტყელი. კარგი. აი აქ ვაკეთებ მაგას. ეს აი spivit, რელო აქტივაციით. რელო იცით ხო რაც არის? მაქსიმუმი 0-სა და x შორის. ეხლა ანუ იგივე დატასეტზე ვწვდით ჩვეულებრივად, ხო? კარგად არის აქ. ეხლა ერთი რაღაცა მინდა ვცადო აქ რა. მოდი ესე ვქნათ, აპა ან ტესტი ვქნათ ვაფშეც. ну, ჩავხედოთ ნებისმიერ კონკრეტულ სურათს, ხო? რა ტიპია? ну, რაღაც ძალიან მეჩხერი, ხო? ძალიან ბევრი რაღაც ერთნაირია აქ ვხედავთ, ხო? რო ნახოთ რა ზომა აქვს. ეს იქნება ზუსტად ბოდიში. პირველი სურათი მეორე ლეიბლი, ხო? 28 ერთი ცალი. ну, ერთი ცალი ნიშნავს, რომ ერთი ცალი ბაჩი მომცა, სიღრმე არა აქვს ამას. სიამოვნებაში ეს ბაჩებად პროპორციებად ვთვლით და ერთი მე მგონი პორციის არის, აქ სიღრმე არა აქვს, ვიდრე 28-ზე უნდა დაებრუნებოდი. მოდი ახლა ახალი ტიპის დატა ავიღოთ, ამას ქვია fashion list. და ამას რატო აკეთებს? რაღაცა არ მომწონს მე. არა, მე მგონი მაგი გადაყვანილია -1-დან 1-მდე, თორე მანამდე რა შვებიან ხოლმე, იცი, კიდე ტრანსფორმს აკეთებენ x ყოფენ 255-ზე. 0-დან 1-მდე გადაიყვანს, ხო, -1-დან 1-მდე არა. კიდე არც თქვენ ხო გაიარეთ, არის max absolute normalization, არის min max normalization და სხვა ტიპის ნორმალიზაციები არსებობს, მაგრამ max absolute-ს იყენებენ და ისედაც ვიცით, რომ 255 იქნება ამ შემთხვევაში, წინასწარ ვიცით, პიქსელი მეტი ვერ იქნება. და მაგით აკეთებენ ხოლმე, მაგრამ აქ მე მგონი უკვე გაკეთებულია თვითონ ეს შენახულია torch vision dataset-ების Kachos torch vision dataset-ების რეპოზიტორიიდან და იქ გაკეთებულია აქ ანუ ნორმალიზებულია სურათები. მაგრამ მე აქ არ მომეწონა ესენი 0.5 რატო გამოთვალა. მოდი ავიღოთ და ჩვენ გამოვთვალოთ ჩვენით, ხო, არ ვენდოთ ახლა. და აი ესე მოვიქცეთ ჩვენ, ხო? მოდის გავაკეთოთ fashion list-ზე. Fashionable list-ზე. მოდელი იგივეა. იგივე ლენეთ 5-ია? თუ იმოცა ეს fashion-ის არ არის. მოიცადი აქ რა გააკეთა? მოდელი იგივეა. იგივე ლენეთ 5 გავწვდნათ fashion list-ზე. აჰა. მაგრამ მანამდე ტრეინი ტესტი და ტრეინზე გავაკეთოთ აჰა. მოდიში აქ არის ხო ლუადერები და აი აქ გავაკეთოთ ამ fashion-ი ქვია ყველგან. ეს გავაკეთოთ ყველგან მოიცე ეს რა მინდა. საშუალო ტესტები სად გამოთვალე კაცო. ავიღე ერთი ცალი ხედავ. ის ავიღოთ. დავარქვათ ამას მთლიანი ბაჩი ავიღე 60,000-იანი. უნდა, ну, 60,000-იანიც ავიღოთ, მაგრამ 50,000 იქნება დანარჩენი ხო ისა გვაქვს აღება. და უფრო ნაკლები 40,000 იქნება. და ასე მე მგონი რაღაც შეცდომა დაუშიქსევითაც. სადღაც შეცდომა მაგზევითაც დაშვებული, იმიტომ იყო ზუსტად იგივე ჩვენი საშუალო და საშუალო კვადრატული გადახრა.
სადამაკეს მინდა ესპედეს დათულა. აი, აქ უნდა დავეთვალა. აქ დაჟე პატარა 64-ზე დამithულია. არა, აი ამას დამithულია მთლიანად. აი, არა, ჩემი საქციელი, კაი საქციელი, მაგრამ რას ვისავ? გადამოწმება უნდა, ეხლა ვაღარ აგვაქვს მაგდები. საშუალო და საშუალო კვადრატული, აი ამაზე გავაკეთოთ. ეხლა დავთვალოთ. მე მგონი ყველაფერი გავაკეთეთ. და ეს ჩამოვიტანოთ ქვეით. და დავსვათ აქ, ხო? ანუ საშუალო და ამის 0.5-ებს არ ვენდობი და ჩავსვი ჩვენი. ჩვენი უფრო სანდო მგონია. მოდი დანარჩენი გაწუხნა და ასე შემდეგ ჩამოვიტანოთ ქვევით. ხო? ეს არის სულ? აი. ეს ჩამოვიტანოთ აბა სად გავუშვით შეცდომა fashion transform აქ. ნახე რატო შვება ამას. აი ეს მე თქვენ გაასწორეთ. ნახეთ რა შვება გაყოფას ვაკეთებ თავიდან და გაინიციალიზის რო დატასეტი რა. ანუ აქ გაყოფას ნახეთ აკეთებს ტრანსფორმის გარეშე უნდა ჩამოტვირთოთ ჯერ. მე თავიდან გააკეთოთ დატასეტი უკვე ტრანსფორმით. მიხვდით? ზემოთ უნდა გააკეთოთ ტრანსფორმი. ხო და ქვემოთ ზემოთ უნდა გავაკეთო ესე. ხო და საშუალო და ის თუ არ მექნა როგორ გავაკეთო? ამიტომ უნდა გავაკეთო მე ესე. ამიტომ ხმის ალბათ. ხო და არ არის მე ეს ორი საქციელი. ასე უნდა ვქნათ. პროსტა ესე ჩამოვტვირთოთ ჯერ. და მე ხო და მე თავიდან გადახდა. მე თავიდან გავაკეთოთ ყველაფერი. ესენი ხო ვიცი ახლა, ანუ კაი მე აღარ ვიწვალებ ახლა, მოდი იცი რას ვიზამ ჩავახარტკოდებ. თუ როგორ ქნა მაინც მოიცი. დაიღალეთ. ჩაკარ ჰარტკოდერ ანუ შეგჭამე. მოდი მე შემიძლია ახლა უკვე ტრანსფორმში ჩავსვა, ტრანსფორმი ხომ აქ. აი ესე გავაკეთებ აი. ამას გავიმეორებ ქვევით. ეს ხო არის? აი ამას დავამატებ. всё. პრინციპში აქაც უნდა იყოს და აქაც. всё. ახალი ტრანსფორმებით, ახალი დატით და ძველი ღირსებით ევროპაში. რა ვქვი? მოგივარ და გიერთდებით. ეხლა ჩვენ გვინდა რა? ეხლა ტრეინინგი რო გავუშვათ. პირველი გავუშვათ იგივე სახელი დავარქვათ, კონტექსტი გამოსულები ვართ. პრობლემა არ არის. გავაჩოჩოთ ჩვენი კოდი იქით. ფორიც მართალია, სკედულერიც და ყველაფერი. ხო. მოდელ უნდა მოვაშოროთ და უნდა ჩავაბათ ეხლავე და იდე სადამა გზევით აბა ლენეთ ფაში და აქაც ლენეთ ფაშენი აქაც უნდა გავაკეთოთ ცოტასას ეგბულში მითნა ტორჩნოგრადის ქვემოთ. რა მნიშვნელობა აქვს?
დიდი მშოა. და ეს გავაჩვით, იმას აღარ აქვს მნიშვნელობა, გვინდა ახლა აბა ისო მოდელის სახელი როგორ შეიძლება ჩვენ და აქაც სად არის ხა მოდელის სახელი სად არის optimization ხო ეს უნდა დაგვაიწყდეს რა მოგვეწონა device tool for MSP MPS ბუთში სად შეგვეშალა ახლა სადღაც device-თან არ გვაქვს მიბმული მოდელი არა გვაქვს device-ზე არა სად უნდა device აბა ეს არის და ესმეც აღარ გაგაწვალებთ და მე რა ვიცი ახლა რომელი საათია უკვე 9 სრულდება შეგვიძლია გავაკეთოთ სიფარი ჩვენით თუ გეკნება თავი ახალისი ფიზიკურად ჯობია შეხვედრა ლექციებზე თუ ისე ონლაინ ონლაინ ესე ჯობია პიცაც არის კი ვეგეტარიანული პიცაც არის ფერი არ გამოდის ჩვენი წვალებიდან ხალხო ნუ თავიდან 74 კონდა მაგრამ ეხლა რა მაინტერესებს იცით lost წერს 074 lost წერს 028 მაგალითად აქ შეიძლება ამან ახლა მაგალითად დაგვიბრუნოს 96 სტომილება და რატომ ისეთ ჩამჭრელი კითხვა არა მაგალითად აკურატულობა შეიძლება იყოს 96 და სტომილება იყოს 0.28 loss არის 0.28 აი ხო 89 არის და 21 ხო 21 რომ მივმატო 89-ს 100-ი გამოდის რატო არის ეს აბა ცოტა დაფიქრდით და მაგაზე მიპასუხეთ მაინც დამთავრდა ახლა ძირითადი ნაწილი აი ვინ მიპასუხებს აი რატო არის მაგათი 99 და ისა რა ქვია 0.21 და აკურასი 89 რა არის ლოსი რა არის რა ფუნქციას ხარჯებს ამასოს კი ეგ არის ეგ იმიტომ რომ ხალხს მაგათი და გეშლება რომ ეკითხები თან ისეთ ხალხს ეშლებოდა თავის დროზე ლოსი არის კონცენტროპია მანძილია თქვი ხა ვლაპარაკობდი მანძილის მსგავსი რაღაცა განაწილებებს შორის ის სხვა ფუნქციაა თავიდან ხო ვიკო ლოსი და აკურასი ხო აკურასი რაც არის ხო სიზუსტე რაც არის სინამდვილეში ერორი და აკურასი არის ერთმანეთი შემოვლებული ერთი მინუს აკურასი არის ერორი და ეს ის არა ხო ეს არა ამას ვხმარობთ რაღაც 1000-ში და 10000-ში რო ვიგებთ კარგი ეხლა ვინ მეტყვის ხა როგორ მოვიქცეთ დავაკეთოთ პატარა რაღაც აქ მაქვს ეს გამზადებული პატარა რაღაცებს წაგიშლით და მოგცემთ და შეგიძლიათ სადოთ გააკეთოთ ევალუაციას და ამას დავტოვებ გაასწორეთ ითამაშეთ EQDM-ი დავამატეთ შეგვიძლია გავაკეთოთ რა ამას ბაч ნორმალიზაციით აქ ამას კაი ხანს მოვუნდებით ნორმალიზაცია არ გვისწავლია მოდი ბაч ნორმალიზაციები მოვშალოთ და სად არის აქ ბაჩ ნორმალიზაციები სად მაქვს
ბიენორის მაგივრად დაპირესე დავწოვოთ. და მოგცემ თუ გინდათ ამ ქსელს ახლა და გაუმჯობესეთ. შეგიძლიათ ჯასიტყვით თუ გინდათ სახში გაუმჯობესეთ თუ გინდა აქ შევეჯიბროთ ერთმანეთს არის აქ საშუალება სალომე შევდან გაგვყოლია თქვენ ხო როგორ ფორმატში გავაგზავნოთ ახლა თქვენ როგორც გიჩვენიათ როგორც მეთქე თუმცა ციფარი გავაკეთოთ გავწვდათ თქვენ გაწვდით უკვე ახლა კაიდან კოდი გამზადებულია უბრალოდ მოდელი შეარჩიეთ ახლა დევაისი შეარჩიეთ დასვით დევაისზე და ასე შემდეგ ნოუთბუქს გავაგდებ იმაში თუ გინდა წავიღოთ და სახში გავაკეთოთ და შედეგები მივაწოდეთ დავით როგორ გიჩვენე საშინაო დავავეროთ და პოლიობია საშინაო დავავეროთ ხო თუ თქვენთვის გვიანია ხა მაინც 8 საათია უკვე ლექციაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა პრაქტიკული დაემატა ისაც უკვე შეჭმულია შეგვიძლია წავიდეთ და თუ გვექნება სული შემდეგ შეხვედრას ვაპირებთ კიდე ფიზიკურად ესე შეგვიძლია შემდეგში გავაკეთოთ მაგალითად თუ გავაკეთოთ შემდეგ თვეში გავაკეთოთ ან ორ კვირაში ნახოთ ხო, ეხლა მე მაქვს ამის მერე კიდე 3, ხო? 3 ზუსტად 2 კვირის მე 2 კვირაა, ხო? კი. ხო. ანუ შეგვიძლია 2 კვირაში არის წვია 16-და, ხო? 15 შაბათი. ნუ ბოლო შემიძლია ჩამოვიდე იმიტომ ამ თვეში არ მიდივარ არსად. მიდივარ მარტო აქ საქართველოს პარკში. შემიძლია ჩამოვიდე და გავაკეთოთ ვორქშოპი. ლექცია რომელიც და ეგრეთ არის რა. ხო, მე მაგას ვარ ლექცია გითხნიან. ხო, დიხნიანი რა თქმა უნდა. შეგვიძლია ერთი შეკრება ისე გავაკეთოთ, მაგალითად, თქვა ისე გავაკეთოთ კოლექციის გარეშეთ, მარტო ვორქშოპს დავთვალოთ რა. კარგი იქნება, როდესაც კონკრეტულ თემას დავხურავთ, მაშინ გავაკეთოთ ვორქშოპი. მაგალითად, თუ დავხურავთ კომპიუტერ ვიჟენის ნაწილს, გავაკეთოთ ერთი კარგი ვორქშოპი კომპიუტერ ვიჟენის. ასე ვთქვათ. დაიგუება იდეები გაკეთდეს ენერგიაზე. ეს შეგვიძლია სახში გავაგზავნოთ, გავწვდნათ ციფარი და ნუ კარგი ის იქნება, რომ ეს შედეგები, რასაც მიიღებთ, გამოაქვეყნეთ და შტობა ეცადო რომ გაუმჯობესოთ, მერე თქვენ ეცადეთ რომ გაუმჯობესეთ და რაღაც ეგეთი პატარა ის გავაკეთოთ, მინუტო კარგ შედეგს განდევს. გამოიყენეთ ყველაფერი დაწყებული GPT-დან დამთავრებული, ვით ყველაფერი შეეკითხეთ, იმაში პრობლემა არ არის, უბრალოდ გაარჩიეთ ის წევით. ეგ ბაჭყაპის ცოდნას და უბრალოდ ეცადეთ რომ გაარჩიოთ და თუ კიდე მეორე კიდე შეკითხვა შეეკითხეთ, უკვე ჩიგნით კონკრეტულად რომ კარგად დაშალოს, აგიხსნას, დეტალებში დაგაკვიროთ, ინფორმაცია მოიძიეთ. ასე ინფორმაცია მოიძიეთ, ვინ გააკეთა, ვინ მოიგონა კონფიდენციური ეროვნული ქსელები. კაი საერთოდ მაგის ისტორიაც ეგეც საერთოდ ცუდი. ნამდვილი თუ რომელიც ყველაფერს შეუძლია. არა, იმას არ გეუბნები, კაცო. მოდი არ დავასწავლო. ფურიეს გარდაქმნებში კონვოლუციას არ აქვს. ფუკუშიმას ნეირონების კონცეფციაში. არის, მაშინ ამით დროანდელი შეხვედრა დავასრულოთ. და დიდი მადლობა. მადლობა ყურადღებისათვის. კითხვები თუ გაქვთ? ეს stop recording ხო ჩვეულებრივად აქ? კი. და